ჩვენი უღმესი მადლობა, მოკლედ შეგვიძლია დავიწყოთ ბატონო დავით. მოგესალმებით მეგობრებო, პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონ იაზონს ამ შეხვედრის იდეისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ სფეროში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე განვითარების ტენდენციები და ამას მე ყოველთვის ყურადღებით ვადევნებ თვალყურს და ეს არის ძალიან კარგი არაჩვეულებრივი პროექტი. მე რამდენიმე წინა ესე იგი მომხსენებლის გამოსვლების ვიდეო ჩანაწერებსაც უყურე და პირდაპირ გეტყვით რომ დიდი საქმე კეთდება და ბატონო იაზონ დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. მიხარია რომ ჩვენ ვაგზელებთ ჩვენს თანამშრომლობას რომელიც ჯერ კიდევ 2018 წელს იმ კარგი პროექტის ფარგლებში კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში დავიწყეთ და იმედი მაქვს რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდება. ორი სიტყვით ჩემს შესახებ ეს ნაკლონების განცდა სულ მქონდა და იქნებ შევავსოთ რა ვიცი. აუცილებლად რა თქმა უნდა. პრინციპში ჩემს შესახებ ორი სიტყვით გეტყვით. მე ბოლო ესე იგი 5 წელიწადია მთლიანად აკადემიურ სივრცეში გადავინაცვლე, ზოგადად საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გახლა ვარ, ძირითადად მონაცემთა ბაზების და დიდი მონაცემების მიმართულებით, ასევე საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობ. მაქვს პრაქტიკული გამოცდილება დაახლოებით 25 წლიანი, უფრო მეტიც 30 წლამდე არა 25 წლიანი სუსტი იქნება თუ ვიტყვი და ასევე აკადემიური გამოცდილება 16 წლიანი. საქართველოს სხვა უნივერსიტეტებში მიმყავდა სასწავლო კურსები, ახლაც არ გამიწყვეტია კავშირი სადღეისოდ ესე იგი აფილირებული ვარ ალტე უნივერსიტეტთან, ასევე მიმყავს სამაგისტრო და საბაკალავრო კურსები ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში და აგრარულ და თავისუფალ უნივერსიტეტში. ძირითადი სამსახური ჩემი არის ბაჰრეინის პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სადაც ასევე ძირითადად მონაცემთა ბაზებთან დაკავშირებულ და დიდ მონაცემთან დაკავშირებულ თემებზე ვატარებ სალექციო კურსებს. ეხლა დღევანდელი მუშაობის თემასთან მინდა დაკავშირებული ესე იგი ორიოდე ასე ვთქვათ წინასწარი ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. ჩვენ მე როდესაც წინა შეხვედრების ჩანაწერებს უყურებდი, იქ აი ძალიან კარგი განმარტებები იყო მოცემული მომხსენებლებისგან იმასთან დაკავშირებით თუ რომელი პოტენციური სპეციალობა შეიძლება აირჩიოს აი ჩვენი ტრეინინგის თითოეულმა მონაწილემ, რა პერსპექტივებია თითოეული მიმართულებით, რა თანამედროვე ინოვაციური სპეციალობები გამოჩნდა, როგორ შეიძლება ამ მიმართულებით ვიაროთ, თუმცა აქ ალბათ აუცილებლად ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებასაც, რომ ძველი ტრადიციული სპეციალობები იარსებებს აღნიშნული მიმართულებით მომუშავე სპეციალისტებს და სჭირდებათ უბრალოდ ახალ რეალიებთან შეგუება, ახალი კომპეტენციების შეძენა, თუმცა არც ის ცოდნა, რაც უკვე აქვთ მიღებული ჩაივლის უკვალოდ, ის ცოდნაც გარკვეულწილად და საკმაოდ დიდწილად გამოადგებათ. ამიტომ მე პრინციპში გადავწყვიტე, რომ ჩვენი დღევანდელი სემინარის თემად შემერჩია ესე იგი ვებგვერდების და ზოგადად მსოფლიო აბლაბუდის ვებგვერდების აგების და მათი განთავსების საკითხები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სპეციალობათანი გახლავთ და რა თქმა უნდა თითოეულ თქვენგან ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ვებგვერდი ზოგადად მსოფლიო აბლაბუდა როგორც ასეთი არის ის პლატფორმა, სადაც მოცულობით ყველაზე დიდი რაოდენობის, ყველაზე დიდი მოცულობის ინფორმაცია ინახება და შესაბამისად აი ანიდან ჰოემდე როგორც იტყვიან პროცესის განხილვა, ანუ შექმნის ეტაპიდან დაწყებული მისი განთავსების, გასაჯაროების ჩათვლით ალბათ საკმაოდ მნიშვნელოვანი თემა გახლავთ და საკმაოდ კომპეტენციას მისცემს ჩვენს მსმენელებს, ყოველ შემთხვევაში იმ მსმენელებს, რომელთაც თავიანთი სამომავლო კარიერა შეიძლება დაუკავშირონ web developments, web administrირებას, განიხილავენ თავიანთ კარიერას როგორც მაგალითად web hosting provider-ი კომპანიების თანამშრომლებად, რომლებიც არაერთია როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ. ეს დიდი ასე ვთქვათ, მარკეტი გახლავთ, დიდი შრომის ბაზარი გახლავთ და შესაბამისად ვფიქრობ, რომ რაზეც დღეს ვისაუბრებ და დისკუსია გვექნება, რელევანტურია.
მე ახლა ჩემს ეკრანს გავაზიარებ მეგობრებო და აქ გვაქვს ესე იგი ჩვენ პრეზენტაცია საპრეზენტაციო სლაიდები ცოტა ისეთი პოეტური სათაური შეურჩიე გავიხიოთ მსოფლიო აბლაბუდაში ქვესათაურით ვებგვერდების აგება და მართვა და შემდეგი თემები გვექნება განხილული ბანალური ჩანს თითქოს პირველი თემა შესავალი მსოფლიო აბლაბუდაში ვიცით ახლა ყველამ რაც არის მსოფლიო აბლაბუდა მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ორიოდე ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტის მოწოდებას მოვახერხებ თქვენთვის მსოფლიო აბლაბუდის საშენი ასალის შესახებ ვისაუბრებთ რისგან შეიძლება შედგება იგი ის უმცირესი აგურები გარდა ამისა გავუსვამთ ხაზს რომ დღეს ვებგვერდების შექმნას ნოლიდან აღარავინ არ იწყებს უკვე ეს დრო წასულია გარკვეული შაბლონებით ხორციელდება ყველაფერი და პლუს ამას როდესაც ვებგვერდი აიგება ჩვენ ესე იგი უნდა ვიზრუნოთ მათ განთავსებაზე მათ მართვაზე ხოლო ჩვენი დღევანდელი სემინარის ბოლოს მე ესე იგი პატარა დემონსტრირებას გავაკეთებ იმისა თუ როგორ განვათავსოთ სრულფასოვანი ვებგვერდი სრულფასოვანი ფუნქციონალის მქონე ვებგვერდი ელექტრონული კომერციის სისტემა სულ ესე იგი რამდენიმე წუთის განმავლობაში როგორ ვაქციოთ იგი ქმედითად ასევე მეცადინეობის ბოლოსთვის მოვამზადე მე თვით შეფასების ქვიზი Google-ის ფორმების სახით ამ ჩვენი სესიის ჩეტში ჩაგიგდებთ და შემდეგ უკვე თქვენი ნება აღნიშნულს უკვე უშუალოდ ლექციის ბოლოს შეავსებთ თუ სხვა დროს სხვა თქვენთვის მოხერხებულ დროს ბმულს ლექციის ბოლოს ყველა ვარიანტში გავაზიარებ. ნუ რა არის ეს მსოფლიო აბლაბუდა? ეხლა მე ყველა თქვენთაგანზე ვფიქრობ რომ ასაკით უფრო დიდი ვარ და ფაქტობრივად შეიძლება ითქვას რომ ჩემს ახალგაზრდობას, აი ჩემი სტუდენტობის დაწყებას მოესწრო მსოფლიო აბლაბუდის შექმნა და მისი განვითარება. აი თითოეული თაობის მომსწრე ვარ და თუ თქვენ მაგალითად შედარებით ახალგაზრდა თაობის წარმოადგენლები ხართ და მე უბრალოდ თუ დავგუგლე ახლა მაგალითად ასეთი მოთხოვნა მივაწოდე ჩვენს ესე იგი მარადიულ საძიებო სისტემას თუ როგორ გამოიყურება პირველი ვებგვერდი ახალგაზრდა თაობის წარმოადგენლებს ნამდვილად ირონიულად გაგეღიმებათ, იმიტომ რომ თქვენ ნამდვილად არ ხართ მიჩვეული ასეთი ტიპის, ასეთ მარტივ ვებგვერდებთან მუშაობას. აი ეს გახლავთ ვისამართი პირველი ვებგვერდისა, რომელიც 1990 წელს შექმნა ტიმ ბერნერს-ლიმ CERN-ში, ცნობილ ადრონულ კოლაიდერში მუშაობისას, სადაც დიდი მოცულობის ინფორმაციის მიმოძვრის გამო მკაფიოდ იდგა ეს ტექნიკური პრობლემა, რომ როგორ მოვახდინოთ აღნიშნული ინფორმაციის ორგანიზება ისე, რომ პროფესიონალებსაც კი შეეძლოთ მუშაობა. ვებგვერდებით არ დაწყებულა ინფორმაციის დამუშავების მართვის გადატანის თემატიკა, როგორც მოგეხსენებათ, ეს ბევრად უფრო ადრინდელი თემა გახლავთ. ფაილთა გადატანის პროტოკოლები, ბატონო ჩემო, ელექტრონული პოსტა, შეტყობინების გაგზავნა, ინფორმაციის გაგზავნა დიდ მანძილზე, ეს სანამ შეიქმნებოდა მსოფლიო აბლაბუდა, იქამდეც იცოდა კაცობრიობამ, მაგრამ აი მასობრივი გამოყენება ონლაინ რესურსების სწორედ აი ამ თითქოს ერთი შეხედვით კი არა მართლა ძალიან პრიმიტიული მარტივი ვებსაიტიდან დაიწყო. რას გავს აქაურობა ნახეთ მეგობრებო, ახლა თქვენ და მეც ახლა ნელ-ნელა უფრო დახვეწილ ინსტრუმენტებთან მუშაობას გავეჩვიე და აი ეს ამას ახლა ვინ შეეხება როგორ გვეკადრება ხო ასეა. მაგრამ ეს პირველია და იმპლემენტირებულია აქ ყველაფერი ის რაც ძირითად პრინციპებს წარმოადგენს. მსოფლიო აბლაბუდისა, მსოფლიო აბლაბუდა როგორც ერთი დიდი წიგნი, უზარმაზარი წიგნი, რომელშიც როგორც ბიბლიოთეკაში სანიშნეებით გადავდი გადმოვდივარ წიგნებს შორის, ან ესე იგი ფუტნოტებით, ანუ ესე იგი სკოლიოში მითითებული წყაროებით გადავდივარ წიგნიდან წიგნზე, ასე, მაგრამ ბევრად უფრო სწრაფად ლინკებით გადავდივარ ერთი გვერდიდან ინფორმაციის ერთი საცავიდან მეორეზე. ეს მოძრაობის, ნავიგაციის ელემენტი ამ ყველაზე პრიმიტიულ ვებგვერდსაც გააჩნია. რეალურად ესე იგი ის რაც ახლა გაჩვენეთ ეს არის ეგრეთ წოდებული აბლაბუდა 1.0 ან web 1.0 რასაც ეწოდება სადაც მსოფლიო აბლაბუდაში ასე ჩაიარა ჩემმა ახალგაზრდობამ თუ სტუდენტობის და მაგისტრანტობის პერიოდმა თუ შეიძლება ასე ითქვას როდესაც მე მსოფლიო აბლაბუდასთან მუშაობა შევადარებ ტელევიზორის ყურებას შემეძლო წამეკითხა რაღაცა შემეძლო დამეთვალიერებინა სურათები მომესმინა აუდიოსთვის
მეყურებინა ვიდეოკლიპებისთვისაც, მაგრამ ვიყავი პასიური მონაწილე ამ ყველაფრის. აი ორიოდე ქართული საიტი შემორჩენილი ჯერ კიდევ აი იმ პირველი თაობის აბლაბუდისა შემორჩენილია საკმაოდ პოპულარული ერთი ეროვნული ფილმოგრაფია, მეორე ქართული არქივი, ისტორიული არქივი უახლეს საქართველოს ისტორიისა დროს რომ გამოძებნით, დაათვალიერეთ, ნამდვილად არ ინანებთ. აქ თქვენ ხართ პასიური, თითოეული ამ ვებგვერდის თვალიერების დროს თქვენ არ ჩანხართ ამ ვებგვერდს. ეს არის ის, რასაც ჩვენ პირველ თაობას უწოდებთ სოფლიო აბლაბუდისას და უკვე აი საუკუნეთა გასაყარიდან წავიდა მეორე თაობა Web 2.0, ეს ის სერვისები, რასაც თითოეული ჩვენგანი დღეს მასობრივად იყენებს Facebook-ს, ესე იგი თავისი აზრების გამოთქმისთვის და დაპოსტვისთვის, Twitter-ი ბატონ შემო თუ გნებავთ Pinterest-ი, თუ გნებავთ Instagram-ი, ოპარტიდან ზოგიერთ თქვენგან შეიძლება უკვე ერთი და მეტი ავტომობილი კონდეს გამოწელი, ანუ ონლაინ აუქციონი, ესე იგი კომერცია, ასე ვთქვათ, ხო? იქ პატარა აზროებით სული და ხოცელი ჩავაკვეხე კანჭის მენიუს შესაკვეთად ბატონო ჩემო, იქვე ესე იგი YouTube-ი, Amazon-ი, ანუ ვიდეო ჰოსტინგის პლატფორმა, სადაც თქვენი საკუთარი ვიდეოების ატვირთვა შეგიძლიათ, Wikipedia და რამდენი კიდე ვინ მოთვლის, ანუ ონლაინ ცოდნის მისაღებად და ამ ცოდნის გასამრავლებლად. აი აბლაბუდა 2.0, ანუ Web 2.0, რასაც ჩვენ ვეძახით, ეს არის ურთიერთობის აბლაბუდა, სადაც ადამიანები მომხმარებლები ამ აბლაბუდის, არა ვებ დიზაინერები, ის ხალხი, ვინც ამ საიტებს აგებს, არამედ უშუალოდ ადამიანები ერთმანეთთან ურთიერთობით, კონტენტის შექმნით, ამ კონტენტის, ასე ვთქვათ, შეთავაზებით, გაყიდვით, ყიდვით, ესეც ურთიერთობა გახლავთ, მოგეხსენებათ, მსოფლიო აბლაბუდას სახეს უცვლიან. რა თქმა უნდა, თქვენი ერთი ლაიკი და Facebook-ის კონკრეტული გვერდი აღარ არის უკვე ისეთი, როგორიც იყო. 20 ლაიკი იყო 21 დაემატა, რაღაც წერტილში ვებ გვერდმა სახე იცვალა. ეს არის ის, რასაც, ესე იგი, მეორე თაობის აბლაბუდას უწოდებთ ჩვენ, თუმცა გასაგებია, რომ აქ ბევრი ნაკლოვანებაა და თანამედროვე მზარდი ტექნოლოგიები ამ ნაკლოვანებების აღმოსახრელად არის მოწოდებული, ვითარდება და ვითარდება, არ ჩერდება ეს ყველაფერი ადგილზე. არის ტერმინები Web 3, Web 3.0, ახლა ჯერ ოფიციალური ესეთი ფორმალური სახე არ მიუღია, მაგრამ მიმდინარეობს ზრუნვა და ჩამოყალიბება ტერმინისა Web 4.0-ისა, რაც უკავშირდება უკვე ინფორმაციის მზამზარეული სახით მოწოდებას. მზამზარეული სახით, დიახ. წინა ვერსიებში ჩვენ არანაირად არ ვართ დარწმუნებულები, რომ ჩვენი მოქმედების შედეგად მიღებულ ინფორმაციას ზუსტად ის სახე ექნება, როგორც ჩვენ ეს ქონდა ჩაფიქრებული, ხო? Google-ავს და რა მერე ჩვენ არ ვიცით, პირველი გვერდი მოგცემს, პირველი ლინკი მოგცემს იმ ინფორმაციას, რომელსაც ვეძებნით მეორე, მესამე, დიდი ალბათობით პირველ გვერდზე იქნება სადმე ის ლინკი, მაგრამ ხანდახან თქვენს გქონიათ შემთხვევა და მეც გქონია, რომ 5-6 გვერდი გადაგვიფურცლავს და ვერ გვინახია ის, რაც გვინდოდა რომ გვენახა. აქ უკვე კითხვის ნიშანი მაქვს დასმული, მიაქციეთ მეგობრებო ყურადღება, იმიტომ რომ ფორმალური სახე აი ამ მომდევნო თაობებს უკვე მაინც და მაინც ისე მიღებული არ აქვს, ზოგი ესე იგი ტექნიკური რეფერენცია უკვე, ზოგი კონცეპტუალური ტერმინი გახლავთ, აი აბლაბუდა 3 და 3.0, აი უფრო ღრმად რომ ჩავხედოთ, ეს არ არის ეხლა ჩვენი დღევანდელი სემინარის თემა, მაგრამ უფრო ღრმად რომ ჩავხედოთ, ესე იგი აბლაბუდა 3-ს დეცენტრალიზებულ ვებს უწოდებენ ხოლმე, რომლის ესე იგი ერთი ნათელი მაგალითია კრიპტოფულის მოძრაობა, ანუ დეცენტრალიზებული შენახვა კონტენტის, თუ შეიძლება ასე ითქვას. მაშინ როდესაც მეორე მხრივ 3.0, ანუ მესამე თაობის აბლაბუდას, ესე იგი უწოდებენ ისეთ აბლაბუდას, რომელიც არსებული საფუძველზე ჩვენთვის აგენერირებს ინფორმაციას იმ სახით, რა სახითაც ჩვენ აღნიშნული ინფორმაციის მიღება გსურს. დიდი ალბათობით მივიღებთ იმას, რაც გვინდა და იქ უკან აი ამ მესამე თაობის აბლაბუდისა ცოტა ტექნიკურ ნაწილში რო გადავიჭრათ, უკვე აღარ არის ის, რაზე ჩვენ დღეს გვექნება საუბარი, მთელი ეს HTML-ები და CSS-ები და JavaScript-ები, არამედ სხვა კონსტრუქცია გახლავთ, სხვა სტრუქტურა გახლავთ მონაცემებისა, ბატონო ჩემო, და აღნიშნული საფუძველზე სწრაფად და ეფექტურად ჩვენთვის ასრულებელი ინფორმაციის გენერირება ხორციელდება. დღეს აი ეს მესამე თაობა აბლაბუდის, ბარემ თქვათ ესე, ცოტა მოძველდა ეს კონცეფცია, უკვე იმ თვალსაზრისით მოძველდა, რომ
ბოდის გიხდით ამ სიტყვისთვის, მაგრამ მოვიდა ეს გიჟი ChatGPT და ყველაფერი გადაიბარა, ასე ვთქვათ, თავის თავზე აიღო, მათ შორის დიდი ნაწილი იმ საქმისა, რასაც მესამე თაობის აბლაბუდის ინსტრუმენტები ახორციელებენ. თუმცა არის რიგი სფეროები, სადაც აი ეს თანამედროვე ხელოვნური ინტელექტის მოდელები მიმართავენ იმ ძველ კონსტრუქციებს, ძველ კონსტრუქტებს. ერთი მარტივი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, იქ არის წარმოდგენილი ერთ-ერთი ლოგო იყო ასეთი Wolfram Alpha. ასეთი პორტალი გახლავთ, რომელიც ესე იგი სწორედ ინფორმაციის ჩვენთვის მისაღების სახით გენერირებას უწყობს ხელს. ოღონდ აქ ChatGPT-სგან, ანუ უკვე ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებისგან განსხვავებით, ჩვენ გვიწევს, რომ საკმაოდ ზუსტები ვიყოთ ჩვენი მოთხოვნის მიწოდებისას, ასე ვთქვათ. აი მათემატიკურ გამოთვლებში, მეცნიერულ გამოთვლებში, სადაც ბევრი ესე იგი, როგორც ხედავთ, ბმულია და თითოეული ამ ბმულის საშუალებით ფიზიკის სფეროდან, მათემატიკის სფეროდან, ფინანსების სფეროდან და ასე შემდეგ, აი ამ ღილაკების საშუალებით ძალიან ზუსტად მიეწოდება მოთხოვნა აღნიშნულ ძრავს და ისიც დიდი სიზუსტით უკან გადმოგცემს, ესე იგი, შედეგს და რიგ შემთხვევებში ეს დღეს ვერ გავაკეთებთ ამას, მაგრამ თავისუფალი რომ გეკნებათ, მოსინჯეთ და აი ჩვენი Wolfram Alpha-ს ან Weber-ი ვეტერანის შედარებით, ChatGPT-სთან შედარებით Weber-ი ვეტერანის მუშაობა შეუტოლეთ იგივე ხელოვნური ინტელექტის თანამედროვე LLM მოდელების მუშაობას არ არის გამორიცხული, რომ უფრო დამაკმაყოფილებელი შედეგები მიიღოთ. ხო, მაგალითად, ასეთი შეიძლება მოთხოვნა მივაწოდოთ, გაიგებს ეს მოთხოვნა, ამ მოთხოვნას კარგად. მაგალითად, ბათუმი და ქუთაისი დავადაროთ ერთმანეთს. ახლა ეს Google-ში რომ ჩავაგდოთ ბათუმი ქუთაისის წინააღმდეგ ჩვენ, ხო? მტრისას და ავისას აქ რაც გამოვა, ზოგადი ინფორმაციის მიღება მინდა და აქ ახლა მე აქ 50 სხვადასხვა ლინკი უნდა გადავსინჯო. არა, მადლობთ. ეს არა. აი ამ engine-ით, ესე იგი, მესამე თაობის მსოფლიო აბლაბუდის ამ წარმომადგენლით მე უფრო დახვეწილ ინფორმაციას მივიღებ, როდესაც ბათუმის და ქუთაისის ერთმანეთთან შედარებას დავაპირებ, რეგიონები დაალაგა, მოსახლეობა დაალაგა თითოეული ქალაქის, რუკაზე მათ შორის კავშირი გაავლო, მეორე რუკაზე უფრო კარგად, უფრო დეტალურად ასახა, რომელ რეგიონს ეკუთვნის, რომელი საქართველოსაც ცხრილი დააგენერირა, დროითი ზონები იქნებ განსხვავება ყოფილიყო, ტემპერატურები შეადარა, მიმდინარე ტემპერატურები იქ 10 გრადუსი, 7 გრადუსი თქვენ ხართ ცივა თქვენთან, როგორც ხედავ პრინციპში. ხო? და სხვა საკმაოდ ისეთი კარგი დეტალური ინფორმაცია მოგვაწოდა და ვიკიპედიიდანაც კი წამოიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომელ ქალაქზე არის, ესე იგი, მეტი, ასე ვთქვათ, მეტი ინფორმაცია, უფრო მეტად რომელი ქალაქი არის, ასე ვთქვათ, ვიკიპედიაში ახსენებით. ბათუმს პატარა უპირატესობა აქვს აქ, როგორც ხედავთ, ზღვისპირია, თორე ქუთაისი ქალაქია. რა საკვირველია. ისტორიულ კონტექსტში რომ იყოს განხილული ეს ნარინჯისფერი მრუდი, რა თქმა უნდა, 10 ჯერადად წავიდო და მაღლა, ბუნებრივია. გასაგებია, ხო, მეგობრებო? აი ეს მომენტები, ესე იგი, ხო, აი მესამე თაობის აბლაბუდა შემოგთავაზეთ და უკვე მეოთხე თაობის აბლაბუდა გენერირდება, როდესაც, სად არის ჩემი პრეზენტაცია, აგეთ, როდესაც აი ეს თქვენ ხართ ჩემი ბატონი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები ჩაერევიან საქმეში. ეხლა აქ შეიძლება ასე დაიშვას კითხვა, რომ სად ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები და სად მსოფლიო აბლაბუდა. რა თქმა უნდა, ეს ორი სხვადასხვა ცნებაა, თუმცა ისინი იკვეთებიან. თქვენ ალბათ აქვთ უკვე გამოცდილება, ალბათ კი არა, ნამდვილად გაქვთ გამოცდილება ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან მუშაობისა და დამერწმუნებით, რომ მთელი რიგი მოთხოვნებისთვის, იგივე ChatGPT ან ძმანი მისნი მრავალრიცხოვანი ხშირად, ესე იგი, ვებში ძიებას და იქიდან წამოღებული ინფორმაციის კონსოლიდირებას მიმართავენ ხოლმე, ასე რომ გადაკვეთები არის და ძალიან, ესე იგი, მნიშვნელოვანი გადაკვეთებიც. აი ეს არის რა, სადაც ვიმყოფებით დღეს. ეს არის, ესე იგი, მოკლე მიმოხილვა მსოფლიო აბლაბუდის დღევანდელი ლანდშაფტის და აი ყველაზე პატარა აგურებს შევეხოთ, ახლა რომლისგანაც ეს ყველაფერი არის აშენებული. ფიქრობ, რომ უმრავლესი დამსწრეებისთვის საქმე ბევრი რაღაცის გამეორება გამომივა, ამიტომ საკმაოდ სწრაფად წავიწევი წინ
დიდხანს ამაზე არ გავჩერდები. აი ის საყრდენი სვეტები, რომელსაც ეფუძნება დღევანდელი მსოფლიო აბლაბუ და ის აი მთელი ის ვებ გვერდები, ის ონლაინ რესურსები, რომელთაც ჩვენი ვებ ბრაუზერების დახმარებით მოვიძიებთ და გამოვიყენებთ ხოლმე. ეს არის ენა, რომელიც HTML-ი, რომელიც ქმნის მასშტაბადამე შიგ თავს. შემდგომ ამისა მეორე ენა CSS-ი, რომელიც ამ შიგ თავს ანიჭებს ფორმას. შემდგომ ამისა დაპროგრამების ენა JS-ი, ანუ JavaScript-ი, რომელიც უზრუნველყოფს ინტერაქტიულობას, პლუს ამას კლიენტის მხარე ვებ ბრაუზერები, რომლებიც გვაძლევენ ჩვენ საშუალებას, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ეკრანში, მაგალითად Windows-ის ფანჯარაში, Windows-ში მომუშავე ვებ ბრაუზერის ფანჯარაში ვიხილოთ. შემდგომ ამისა სახელთა სისტემა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო აბლაბუდის უკაცრავად ტელეფონების წიგნს, რომ მასობრივი მომხმარებლისთვის იქ მუშაობა ადვილი იყოს და ბოლოს აპარატული და პროგრამული ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ რასაც ჩვენ ვხედავთ და მოვიძიებთ, ეს მილიარდობით მომხმარებელი სადღაც იყოს შენახული, მართული და დროულად მიწოდებული, ანუ რასაც ესე იგი ვებ სერვერული ინფრასტრუქტურა ეწოდება. მომდევნო სლაიდზე ზუსტად ის განმარტებებია მასშტაბადამე მოცემული, რაც მე წინა სლაიდზე მოგაწოდეთ. ორიოდე სიტყვით შეიძლება ვახსენოთ ჩვენ ის პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც პოპულარულია, რომელიც ფართოდ გამოიყენება მსოფლიო აბლაბუდაში სამუშაოდ. აქ ალბათ ხაზი უნდა გაუსვათ ვებ ბრაუზერების თემას, არის დიდი ხუთეული, მაგრამ არის ასევე დიდი არჩევანი ვებ ბრაუზერებისა. ხანდახან მეც მქონია ასეთი შემთხვევა, რომ რაღაცა ესე იგი პატარა დაცვისთვის თუნდაც აი რაღაცის ჩამოტვირთვა მომინდა და კორპორატიული პოლიტიკა არ მაძლევს ამის საშუალებას, სტანდარტული ვებ ბრაუზერები და ამ დროს ესე იგი გამომდგომია ხოლმე, თუ კი ინსტალაცია მომიხერხებია და ვახერხებდი როგორღაც სხვა ალტერნატიული ვებ ბრაუზერის გამოყენებას და მათი სია ნამდვილად ესე იგი უსასრულოა. აღნიშნული ვებ ბრაუზერების იმდენი არსებობს, რომ მეტი არ შეიძლება ნებისმიერი Google ამასთან დაკავშირებით ჩვენ ამომწურავ ინფორმაციას მოგცემს. ზოგიერთი ვებ ბრაუზერის დიდი ღირსება გახლავთ ყოველი შემძლეობა, დიდ ხუთეულში ყველაფრის გაკეთება შეიძლება. ზოგი ვებ ბრაუზერი, აი მაგალითად აგერეს ლომის სახიანი ბრეივი, როგორც სპეციალისტები ამბობენ, პრივატულობას უფრო კარგად უზრუნველყოფს, თქვენ საუნევრობას უფრო კარგად უზრუნველყოფს. აგერ მარჯვენა ქვედა კუთხეშია Tor ბრაუზერი და ღმერთმა ეს ბრაუზერი თავის დღეში ნუ გაგახსნევინოთ, იმიტომ რომ ეს არის ის, რასაც ესე იგი ძირითადად უბედური საქმეების მოქმედი ხალხი გამოიყენებს ხოლმე ეგრეთ წოდებულ ბნელ ვებში, ანუ dark web-ში თავიანთი ბნელი საქმეების შესასრულებლად, ნუ ანონიმურობის უმაღლესი ხარისხი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ორიოდე სიტყვა ვთქვათ ვებ სერვერების შესახებაც, აი ეს სამი რასაც ჩამოთვლილი მაქვს, პრინციპში ბაზრის ლიდერები გახლავთ და თუ თქვენი მომავალი კარიერა დაუკავშირდება ვებ ადმინისტრირებას, ამ შემთხვევაში Apache Nginx-ი, ან თუნდაც ჩვენი ესე იგი დიდი მეგობრის Microsoft-ის Internet Information Server-ი და კიდევ სხვა პროგრამები იქნება ის პროგრამები, რომელთან მუშაობაც მოგიწევთ. Web hosting-ი ეს ტერმინი უნდა ვახსენოთ აუცილებლად, იმიტომ რომ დღეს დღევანდელი ჩვენი სემინარის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი სწორედ hosting-ის თემატიკა იქნება. ეს არის პლატფორმა მთელი თავისი მძლავრი პროგრამული უზრუნველყოფით, სადაც ვებ გვერდების განთავსება ხორციელდება და მათზე ესე იგი კონტენტის ატვირთვა, რომ გასაჯაროვდეს ჩვენი ნამუშევარი, რომ მთელ მსოფლიოში ონლაინ სერვისების, ვებ სერვისების მომხმარებლებმა ჩვენი პროდუქტების გამოყენება შეძლონ. მომდევნო ორი სლაიდი პრინციპში უჩვენებს ისეთ მიახლოებით სტრუქტურას HTML-ისას და CSS-ისას და JavaScript-ისას. მე ეს ფაილები პრინციპში უკვე მომზადებული მაქვს და ესე იგი უმცირესი ელემენტის დონეზე, უმცირესი აგურების დონეზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, ვებ გვერდის უკანა მხარე გამოიყურება ასეთი სახით. ნახეთ, პატარა
ვებ-ბაზირებული მონაცემთა ბაზა გავაკეთე საქართველოს ადმინისტრაციული დაყოფის შემდეგ, მუნიციპალიტეტები ჩამოვწერე, უფრო ზუსტად რეგიონები ჩამოვწერე ბატონო ჩემო, იქ მუნიციპალიტეტები ჩამოვწერე, მუნიციპალიტეტები თემებისგან შედგება, თემები სოფლებისგან შედგება. ეს არის ის, როგორც რეალურად გამოიყურება ვებ დოკუმენტი. ანუ ეს არის ენა HTML, რომლის საშუალებითაც იქნება კარკასი ვებ დოკუმენტებისა, ჩარჩო. შიგნით მე მთელი ამბები ტრიალებს იქ უკვე ამაზეც გვექნება ჩვენ საუბარი, მაგრამ რეალურად იწყება ამით და სრულდება ამით. აი ეს ტეგების სისტემა, რომელიც არ ვიცი, ალბათ დიდი წარმატებით შეიძლება შევადაროთ აი საქართველოში დასახლებული პუნქტების მონიშნვის სისტემას, იქაც იერარქია ხო, რომ მოძრაობთ მანქანიდან საჯარო ტრანსპორტით, შევდივართ რეგიონში, გავდივართ რეგიონიდან, რეგიონში შევდივართ მუნიციპალიტეტში, მე წითელი ხაზით მუნიციპალიტეტი გადახაზულია. შევდივართ სოფელში, გავდივართ სოფლიდან, წითელი ხაზით გადახაზულია, აი წითელი ხაზი. დაახლოებით ესეთია, ეს სლეშ სიმბოლო თუ შეიძლება ასე ითქვას, ესეთი ჩალაგებული სტრუქტურა გახლავთ და აი ამ დოკუმენტს, ახლა იგივე დოკუმენტს ჩვენ თუ კლიენტ პროგრამას მსოფლიო აბლაბუდისას, რომელსაც ვებ ბრაუზერს უწოდებ და მე აქ ვიყენებ კომპანია Microsoft-ის ვებ ბრაუზერს, რომელსაც ქვია Microsoft Edge, თუ მას მივაწვდით, აი ასეთ, ესე იგი, შედეგს მივიღებთ. დიდი უბედური ვებგვერდია ესეც შეუხედავი ძალიან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პრინციპი გასაგებია. იქ რაც ქონდა ის, რასაც ტეგები დაუძახეთ ჩვენ, აი რაღაც მონიშნვის დასაწყისი და მონიშნვის დასასრული, გარდაისახა გარეგნულ ფორმატ. საქართველოს გამოვიდა უფრო ისეთი ღირსეული, ისეთი რიხიანი ფონტით, იმიტომ რომ საქართველოს მაღალი დონის ტექსტში იყო ჩასმული, უფრო დაბალი დონის ტექსტში გურიის რეგიონი, კიდევ უფრო დაბალი დონის ტექსტში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი და ჩვეულებრივ ტექსტებად იყო გაფორმებული უკვე სოფლები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, როგორც ხედავთ. აი ასე მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. ანუ სხვადასხვა, ესე იგი, ზომის ტეგები, სხვადასხვა ფორმაციის მქონე ტეგები და აი ეს პროცესი გვინდა ახლა ერთი სიტყვით დავახასიათოთ, რაც გააკეთა ვებ ბრაუზერმა ამ მომენტში ამ პროცესს რენდერინგი ეწოდება. ან ჩვენი IT სპეციალისტები ჩვენებურად როგორც მოუქცევენ დარენდერება, დაარენდერა. აღიქვა, ესე იგი, მთავარი სათაური, დიდი სათაური და დიდი ფორმით, დიდი შრიფტის ზომით გამოიტანა საქართველოს გურიის რეგიონი და ასე შემდეგ. რენდერინგი ახორციელდა, თუმცა აქ მეგობრებო, ჩვენ ესე იგი ნამდვილად ჭირდება გაუმჯობესება უკვე ფორმის. გვინდა რომ ცოტათი მაინც უფრო სასიამოვნო შესახედი იყოს ჩვენი ვებგვერდი, რასაც ახორციელებს უკვე კასკადური სტაილინგი, სტილების ფურცელი, კასკადური სტილების ფურცელი. აქ ჩემთან მას ეს ფაილი ცალკე მაქვს გამოტანილი, თუმცა იქვე შეგიძლიათ ჩაწეროთ და აღნიშნული ასეთი სახით შეგვიძლია ჩვენ, ესე იგი, ვიხილოთ, სულ სხვა სინტაქსი გახლავთ. აგერ ვეუბნები რომ, ესე იგი, მთლიანი ფონის ფერი ვებ ბრაუზერში რომ გაიხსნება, გვერდი იყოს მსუბუქი, ანუ ღია, ნაცრისფერი ბატონო ჩემო, ტექსტები ცენტრში გამომიტანე და აი ეს 16-ობითი რიცხვით მონიშნული ფერები მიანიჭე, პირველი ორი რიცხვი წითელი გახლავთ, მეორე ორი რიცხვი მწვანე, მესამე ესე იგი ლურჯი, ეგრეთ წოდებული RGB სქემა არის გამოყენებული. ნუ ეს ისეთი ტექნიკური დეტალებია, რაც შეიძლება ახლა არ გვაინტერესებდეს, ერთადერთი მე ახლა რასაც გავაკეთებ, გავხსნი მაშასა და მე წვდომას აღნიშნული სტილების ფაილთან, რომელიც აქამდე კომენტარებში მქონდა განთავსებული, ანუ რენდერინგის პროცესში მონაწილეობას არ ღებულობდა. აგერ ჩემი CSS ფაილის სახელი, სტილების ფაილისა, ფორმატირების ფაილისა, ვინახავ აღნიშნულ ფაილს, განვაახლებ იგივე ვებგვერდს და ახლა უკვე ცოტა შეეხედება ჩემს ვებსაიტს. დიდი ბედენა ახლა არ არის, მაგრამ რაღაცა ფერები დაჯდა, მწვანე, ესე იგი, ნარინჯისფერი, ლურჯი ბატონო ჩემო და ასე შემდეგ და თეთრიც არის აგერ და ვარდისფერიც და რა ვიცი, ფონის ფერი შეიცვალა ღია მწვანე გახდა, ხო? ანუ თითოეული ცვლილება, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, ანუ თითოეული ცვლილება, მაგალითად აქ ღია მწვანეს ნაცვლად თუ მოვინდომებთ, რომ ფონის ფერი იყოს შავი, ჩავანაცვლებთ შავი ფერით CSS ფაილში, განვაახლებთ ვებგვერდს და აი ასე ვთქვათ, როგორც ესე იგი ჩვენი ახალგაზრდა შეიძლება თქვენ სამ ლექსიკით ლაპარაკობთ, ესეთ აუტპუტს მივიღებთ.
ახალგაზრდა თაობის საყურადღებოდ ვლაპარაკობ, რასაკვირველია, სულ ამაზე მაქვს კი ბატონო, ეს არის როგორც გამოიყურება სტატიკური ვებგვერდი, ხო? ახლა შეიძლება გსურდეს უკვე ინტერაქტიულობა, პირველი თაობის აბლაბუდის ძალიან უშნო ნიმუში აგერ წარმოგიდგინეთ, ინტერაქტიულობა მოითხოვს უკვე პროგრამირების ენის ჩართვას საქმეში, ძალიან მარტივი მაგალითი შემიძლია აქ წარმოგიდგინოთ, ეს მაგალითი მოვამზადე ჩვენი დღევანდელი სემინარისთვის, ნატურა, WhatsApp-უნებ ხრება, WhatsApp-უნებ ირთვება, ესეთი ინტერაქტიული. ამრიგად, ეს ვებგვერდი ახლა უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ დიდი გაჭირვებით, მაგრამ მეორე თაობის მსოფლიო აბლაბუდას განეკუთვნება, იმიტომ რომ მომხმარებლის მოქმედებაზე რეაგირებს, თუ შეიძლება ასე ითქვას და მომხმარებლის მოქმედების შედეგად იცვლის იგი იერსახეს. როგორ მუშაობს აღნიშნული პროგრამირება, აპროგრამების ენის გამოყენებით, რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია უკვე ის HTML ფაილი გავხსნათ, რომლითაც ეს ნატურა გამოვიტანეთ და აქ ჩანს, რომ არის მაჩვენებელი ეგრეთ წოდებულ JavaScript-ის კოდზე ერთ-ერთი დაპროგრამების ენა გახლავთ, რომელიც ეგერ ჩემს ახალგაზრდობაში შეიქმნა სპეციალურად მსოფლიო აბლაბუდის გასაინტერაქტიულებლად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს ჩვენ შეიძლება გვყავს ახლა აქ ესე იგი მონაწილეები, რომლებიც ერთდროულად მუშაობენ Java-სთან და JavaScript-თან და მათ კი ნამდვილად შეუძლიათ თქვან, რომ სახელის გარდა ამ ორს ერთმანეთთან საერთოდ არაფერი არ, ბიძაშვილებიც კი არ არიან, შეიძლება ასე ითქვას და გარე ბიძაშვილებიც. ერთი და სახელში არის დამთხოვა და მეტი არაფერი. ხო? ანუ ესეც ჩვენი კოდი, რომელთანაც მიმართვა ხორციელდება, ანუ რატომ იცვლის ეს ნატურა ჩამქრალი რატომ გამოდის, როცა განათებულზე დავაჭერთ და პირიქით, აქ მაშას ადამე შეგვიძლია აღნიშნული ფაილი ტექსტურ რედაქტორში გავხსნათ და JavaScript-ის კოდი, ერთი ფუნქცია, ძალიან მარტივი ფუნქცია, რომელიც ამოწმებს, რომ ამ მომენტში, ესე იგი, გამორთული ნატურის სურათია აქტიური, თუ ჩართული ნატურის სურათია აქტიური, გამორთული ნატურის სურათით ჩანაცვლდეს და პირიქით, ერთი პირობის შემოწმება გახლავთ არაფერი განსაკუთრებული და ეს მუშაობს ინტერაქტიულობა, ანუ როგორც აღნიშნეთ, ეს მესამე ნაწილი. რაც ვისაუბრეთ ახლა ჩვენ, კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სრულიად გამორიცხულია დღეს პროფესიონალმა კი არა, დამწყებმა ვებ-დეველოპერმაც კი, აი ასე ნოლიდან დაიწყოს რომელიმე სერიოზული ვებგვერდის კეთება. ცხადია, რომ აი მაგალითად სტატისტიკის სამმართველოში ან სადმე თუ მუშაობს ადამიანი და მან რაღაცა საქართველოს ტერიტორიულ ადმინისტრაციული მოწყობილობის შესახებ ვებგვერდი უნდა გააკეთოს და ასე რომ დაიწყოს, რას ამბობთ, არავითარ შემთხვევაში ეს არ გამოვა ბუნებრივია და დავიწყოთ ავტომატიზაციის ისეთი საშუალებით, როგორიც არის შაბლონები. ჯერ ესე იგი გარეგნულად როგორ გამოიყურება, ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ, რომ აი სწრაფად და ეფექტურად კარგი გარეგნობის მქონე ვებგვერდები შევქმნათ და ამ საქმეში ჩვენ რა თქმა უნდა გამოგვადგება შაბლონები, ვებგვერდების შაბლონები, ეგრეთ წოდებული CSS ფრეიმვორკები, რომელიც ჩვენთვის უკვე მზამზარეული სახით მომზადებულ ვებგვერდების შაბლონებს შეიცავენ. რამდენიმე არსებობს, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, ცალსახად ჩემპიონი გახლავთ Bootstrap-ი, რომელიც რასაკვირველია უფასოა და თითოეულ თქვენგანს დაუყოვნებლივ შეუძლია ჩამოტვირთოს. ესე იგი, ყველაზე პოპულარულია ყოველ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანაში მე ახლა თუნდაც თქვათ ჩვენი სპეციალისტებისთვის რომ მიკითხავს და პრინციპში ჩვენი ქვეყნის გარეთაც Bootstrap-ი ძალიან პოპულარულია, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე პოპულარული, თუმცა რამდენიმე სხვა პოპულარული, ესე იგი, შაბლონის არსებობს. რა ხდება? ძალიან მარტივი რამ. თქვენ ტვირთავთ, ესე იგი, მთლიან Bootstrap ფაილს. ან საერთოდაც არაფერს არ ტვირთავთ, უბრალოდ აი ამ ერთ პატარა ლინკს ჩასვამთ თქვენს დოკუმენტში, აი ამას. და ამ ლინკის საშუალებით თქვენ მიმართავთ, აი ნახეთ CSS-ია, აი CSS ფაილი შეიცავს 10,000-ობით სტრიქონს, ესე იგი, ყველა ნებისმიერი, ესე იგი, ვებგვერდის ნებისმიერი კომპონენტისთვის.
შეიცავს ეგრეთ წოდებულ კლას სელექტორებს და კლასების უბრალო გამოძახებით თქვენ შეგიძლიათ ესა თუ ის ფორმატირების ელემენტი სრულად უპრობლემოდ გამოიყენოთ და თქვენს განკარგულებაშია ერთი სტრიქონის დაწერამ შეიძლება, ერთი სტრიქონის CSS-ის დაწერამ შეიძლება არ მოგიწიოთ. ერთადერთი რაც ბუთსტრაპის გამოყენების შემდეგ უკვე გააკეთოთ ფორმატირებით კმაყოფილი დარჩებით, რაც უნდა გააკეთოთ ის არის რომ შიგთავსით შეავსოთ ვებგვერდი ძალიან ჩვეულებრივად. ეხლა მთელი თვითონ ბუთსტრაპი რომ არ ჩამოუტვირთოთ, ჩვენ აი მაგალითებს ჩამოუტვირთავ, ეს უფრო ინტუიტიურად გასაგებია ალბათ და ეს მაგალითები იყენებენ ბუთსტრაპს როგორც შაბლონს ვებგვერდების შესაქმნელად. აი ერთი, ესე იგი 2-3 მაგალითი დავათვალიეროთ იმისთვის, რომ რათა დავწმუნდეთ ბუთსტრაპის მართლაც დიდ ძალაში. ხო, მე ახლა პირდაპირ ალბათ ერთ-ერთ პანჯარაში ამას გადავაგდებ. აგერ შეიძლება განვათავსოთ, ამოვა არქივებ და ნახეთ რამდენი შაბლონია, მეგობრებო. უამრავი შაბლონი, ძალიან მარტივი შაბლონი, რომელსაც ეწოდება ალბომი. ერთი HTML ფაილია, თითქოს არაფერი განსაკუთრებული, ერთი შეხედვით, წესით არაფერი ისეთი ზებუნებრივი აქ არ უნდა გამოვიდეს, ნუ რო შევხედოთ CSS-ის კოდი ჩადგმული და HTML-ის კოდი ჩვეულებრივია ასეთი გამოტანილი, მაგრამ აქ ჩვენ როდესაც ამ HTML ფაილს გავხსნით, რეალურად ნამეტნავად კარგი დიზაინის ვებგვერდი უნდა მივიღოთ. აი ნახეთ, მართლაც მივიღეთ. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ თქვენი ონლაინ ალბომი, აი ის თქვა საოჯახო ალბომისთვის ვებგვერდი მოამზადოთ, შაბლონი თქვენს განკარგულებაშია. აქ ალბომის, ესე იგი, სურათების დაპატარავებული ვერსიები შეგიძლიათ განათავსოთ, მერე ბმულს, view ბმულს დააჭერთ, ან რედაქტირების ბმულს დააჭერთ და იქ დამატებითი ფუნქციონალი შემდეგ შეგიძლიათ უკვე მიაბაროთ. ერთი HTML ფაილის დახმარებით მოხერხდა ეს ყველაფერი. ეხლა ჩვენ ასეთი მარტივი ექსპერიმენტი ჩავატაროთ. მე ახლა ამ index HTML ფაილს ამოვაკოპირებ და ვთქვათ, ჩემს დესკტოპზე გადმოვიტანე. აი აქ. ნახოთ რას მივიღებთ და მივიღეთ რაღაც საშინელება. ეს ის არ არის, რასაც ველოდით ნამდვილად, ხო? არ გამოვიდა. ვებგვერდი ისე კარგად და ისე ნორმალურად რა მოხდა? მოხდა ის, რომ ესე იგი მაჩვენებელში, ანუ ფორმატირების მაჩვენებელში აცდენა გვაქვს. დესკტოპზე განთავსებული ჩემი ფაილი უკვე ვეღარ აღიქვამს styling files, მასთან ვერ ახორციელებს. რატომ ხდება ეს ამბავი? გადავიდეთ, გავხსნათ კოდი, უშუალოდ ჩვენი HTML ფაილისა და აგერ გვეუბნება ესე იგი, აი ეს სტრიქონი გვეუბნება თუ სად არის განთავსებული ფორმატირების styling-ის ფაილი. ერთი საფეხური ძევით უნდა ავიძიოთ, აი ერთი ფოლდერით, მერე არის საფოლდერი assets, მერე არის distribution, მერე CSS და ფაილს თვითონ ქვია bootstrap minimal CSS. ნახოთ, როგორ მოქმედებს ეს ყველაფერი უშუალოდ bootstrap-ის ფოლდერში, მართლაც ერთი საფეხურით ავიძიოთ, assets ფოლდერი აგერ, შემდეგ ესე იგი dist ფოლდერზე გადავედით CSS-ზე და აი ჩვენი bootstrap-ი 227 კილობაიტიანი ფაილი, რომელსაც როცა გავხსნით, ბოლო არა აქვს. აი ნახეთ რამდენი, ეხლა ვამოძრავ, უზარმაზარი ფაილია. თუ რაიმესთვის ფორმის მიცემა შეიძლება ყველაფერი აქ არის განთავსებული. ეს HTML ფაილი ახლა მე რო ავიღე და დესკტოპზე გადმოვიტანე, desktop ფოლდერიდან ერთი საფეხურით რომ ავიწი, იქ assets ფოლდერი მან ვერ აღმოაჩინა. ამიტომ ასე როგორც გურიაში იყვიან უპრაგონოდ წაღება უბრალოდ HTML ფაილის, ბუნებრივია რომ ჩვენ არაფერში არ გამოგვადგება. ამიტომ ეს წავშალოთ. მოდით ნახოთ, ესე იგი, bootstrap-ი ასე მუშაობს, ორიოდე სხვა შაბლონსაც ალბათ შეიძლება გადავხედოთ და bootstrap-ზე საუბარი ამით დავასრულოთ. მე მგონი რომ თქვენ თუ აქამდე არ ქონიათ გამოცდილება bootstrap-თან მუშაობის, ახლა ნამდვილად გექნებათ ინტერესი გატესტოთ, ასე ვთქვათ, ეს ძალიან კარგი შაბლონები. რა ვიცი, აი მაგალითად კარუსელი ავიღოთ, ერთი HTML ფაილი, ადგილობრივი CSS ფაილები აგერ და ნახოთ რას მივიღებთ. აი ესეთი კარუსელის ვარიანტი, ესე იგი სურათების მაშასადამე ცვალებადობა. მარკეტინგულად კარგა მომგებიანია ასეთი ვებგვერდები. უბრალოდ სურათებს ჩასვამთ, ანუ რეალურად სტრუქტურა უკვე აგებულია ვებგვერდის, მენიუ აგებულია ბატონო ჩემო, მთავარი მენიუ, ესე იგი მეორე მენიუს პუნქტი, მესამე მენიუს პუნქტი
ძიების სტრიქონი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ წინა მხარე ფაქტობრივად გამზადებული აქ თქვენ ესე იგი მაინც დიდი ზრუნვა არ გჭირდებათ. აი ესე გამოიყურება როგორც ესე იგი აღნიშნეთ ერთ-ერთი შაბლონთაგანი, ერთ-ერთი CSS framework-ი Bootstrap-ი და დანარჩენების პრინციპში საკმაოდ პოპულარულია მათი მოსინჯვაც ნამდვილად ღირს, თუმცა ჩვენ ვაპირებთ რომ კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ვისაუბროთ კონტენტის მართვის სისტემებზე. რა საკვირველია დღეს არის საშუალება იმისა, რომ აი ეს ყველაფერი საერთოდ დავივიწყოთ, რაც აქამდე ვისაუბრეთ, აი ეს ვითომ არც ყოფილა და პირდაპირ ავაგოთ ჩვენთვის სასურველი ვებ გვერდი უკვე მასში არსებული ფუნქციონალით. ანუ ცოტა ხმამაღალია აი ეს განცხადება, რაც აქ გავაკეთე ამ სლაიდზე მე, სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის ვებ გვერდი. ყიდვა გაყიდვის ვებ გვერდი 10 წუთში, მაგრამ სრულიად რეალისტურია. ეხლა მე პატარა ტესტს გავაკეთებ, რისთვისაც გამოვიყენებ ეგრეთ წოდებული უფასო ჰოსტინგის პლატფორმას infinity.com-ს. ბატონ იაზონი ამ პრეზენტაციის სლაიდებს თქვენთან გაავრცელებს მეგობრებო და ბოლო სლაიდებზე არის ინსტრუქციები თუ როგორ დარეგისტრირდეთ აღნიშნულ ვებ გვერდზე. 3 უფასო ვებ გვერდის გაკეთება შეგიძლიათ თითო 5 გიგაბაიტი გარე მეხსიერების ლიმიტს გაძლევთ, რაც რეალურად არც ისე ცოტაა, როდესაც ესე იგი სატესტო ვებ გვერდებს ქმნით. სატესტო კი არა, შეიძლება ითქვას, რომ ცოტა მეტის საშუალება, ესეთი მოგრძალებული ვებ გვერდების ჰოსტინგისთვის არც თუ ისე ცუდი ვარიანტი გახლავთ. ხო, აი ერთ ვებ გვერდს გიჩვენებთ, ესე ვაბურთავებ ხოლმე ამ ვებ გვერდს, სატესტოდ მაქვს, სატესტო მიზნებით მაქვს შექმნილი აღნიშნულ უფასო ჰოსტინგის პლატფორმაზე და უცებ გავხსნი. აი ესე გამოიყურება, სახელი რაც მას ქვია, ვერ გამოიყურება ნამდვილად კარგად, მაგრამ სრულფასოვანი ელექტრონული კომერციის სისტემა აქ არის, უკაცრავად რომ მეორდება სურათები, მაგრამ როგორც ხედავთ, არ მეორდება ფასები, მეგობრებო, ანუ სხვადასხვა ჩანაწერები გახლავთ, დაახლოებით 1000-მდე სხვადასხვა პროდუქტს ვყიდი, პოსტერებს, ლეპტოპებს, ბატონო ჩემო, ანუ მთელი ესე იგი ფიქტიური ბიზნესი მაქვს მე აქ გაჩაღებული, როგორც ხედავთ. მომხმარებელს, რომელიც ამ ვებ გვერდზე შემოვა, ნუ დავით გულუაური grade.site.net შეგიძლიათ თქვენც შემოხვიდეთ, რა ვიცი თუ გაქვთ სურვილი პრინციპში ჩაგიგდებთ ამას ჩეტში, უცებ რომ დარწმუნდეთ რომ ესე იგი ეს ყველაფერი მუშაობს და რეალური ვებ გვერდი გახლავთ, აი ჩეტი. აი თუ გაქვთ სურვილი შეგიძლიათ აღნიშნულ ბმულზე გადახვიდეთ, ანუ მუშაობს კალათში დამატების ფუნქცია, ესე იგი აგერ ბატონო ჩემო, შემდეგ კალათზე გადასვლის ფუნქცია, აქ ესე იგი კიდევ რაღაცეების შეცვლის ფუნქცია მუშაობს, ესე იგი საერთო თანხა დათვლილი გახლავთ, როგორც ხედავთ, აქაც შეგვიძლია რაოდენობები გავზარდოთ იმ პროდუქტების არის ყიდვასაც ესე იგი ვაპირებთ და proceed to checkout-ით მივდივართ სალაროსთან, ანუ ანგარიშსწორების ნაწილში გადავდივართ. აქ ახლა მე ბარათს ვერაფერს ვერ მივაბამდი, ბუნებრივია და ეს გადახდის მეთოდები არ არის გააქტიურებული, მაგრამ ესეც წამების საქმეა, თუნდაც ხელზე ფულის ოფცია რომ გავააქტიუროთ. მარკეტინგული კუპონების დამატება შეიძლება და მოკლედ იმდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება, მერწმუნეთ რომ ეს ვებ გვერდი 10 წუთში, ახლა საათი არ დამინიშნავს, მაგრამ ეს ვeb გვერდი 10 წუთში ავაწყე. და პრინციპში ანალოგიური ვeb გვერდის გაკეთებას მოსინჯავ ახლა უცებ უფასო ჰოსტინგის პლატფორმაზე infinity.com. რა გჭირდება? პირველ რიგში გჭირდება რეგისტრაცია. რეგისტრაციას თქვენ გაივლით პრაქტიკული ტესტირების დროს, ინსტრუქციების, საპრეზენტაციო სლაიდების ბოლოს არის მითითებული, როგორც გითხარით. ესე იგი, ლოგინ ღილაკის გამოყენებით მე უკვე დარეგისტრირებული ვარ და შევალ ჩემს სისტემაში. და საკმაოდ ესე იგი, ერთი ვებ გვერდი, ეს ჩემი ვებ გვერდი გახლავთ, რომელიც ამ მომენტისთვის უკვე შექმნილია და აქტიურია. ახალ მეორე ვებ გვერდს შევქმნი, იმიტომ რომ 3-დან 2 ვებ გვერდის შექმნის საშუალება მაქვს.
მიაქციეთ ალბათ ყურადღება, რომ გავსებულია აქაურობა რეკლამებით. მარტივი მიზეზის გამო. უფასოდ გვაძლევს ახლა ის კაცი ამას და რეკლამასაც არ მოусმინოთ, რეკლამის ნახვა მაინც უნდა ვიკადროთ. არის სხვა პაკეტები, მე აგერ $0 პაკეტს ავიღებ, შევქმნით ახალ ვებგვერდს და ამ ვებგვერდს დავარქმევთ, ესე იგი, მაგალითად დავით გულუა 3 ასეთი სახელი იყოს, დომენური სახელი, ოდნავ მოგვიანებით ჩვენ გვექნება დომენური სახელების შესახებ საუბარი და იმასაც ვიტყვით, რომ ეს არ არის, ესე იგი, უფასო სიამოვნება, თუ კი ბიზნესისთვის მიმზიდველი დომენური სახელის შეძენა გსურს, აქ უშნო სახელები არის, თუ იმ შემთხვევაში, თუ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის, სატესტო მიზნებით თუ გინდათ, აი ეს სახელები, ეს შეუხედავი დომენური სახელები შეგიძლიათ უფასოდ გამოიყენოთ. ანუ ჩემი ვებგვერდის მისამართი იქნება davidgulua3greatsite.net. აი ესეთი დომენური სახელი შექმნას ვაპირებ. check availability მეუბნება, რომ ეს ვიღაცას შეიძლება მე ვიყავი და ამიტომ მოდით 4-ს დავწერ. davidgulua 4 ხელმისაწვდომია, როგორც ხედავთ და ვეთანხმებით რაღაცეებს და ვქმნით პაშასადამე სააღრიცხვო ჩანაწერს. ანუ ახალ ვებსაიტს ვამზადებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას. ეს ვებსაიტი თუ გაგვიმართლებს ჩემთვისაც და თქვენთვისაც დაუყოვნებლივ იქნება ხელმისაწვდომი. თუმცა თუ ეს ვერ მოხდა, ჩვენი ბრალი არ არის, მაქსიმუმ 72 საათი შეიძლება მთელს სოფლიო აბლაბუდაში აღნიშნული ვებგვერდის აქტივაცია გაგრძელდეს, ეგრეთ წოდებულ დომენურ სერვერებზე სინქრონიზაცია მოითხოვება და შესაბამისად, მაშინვე ამას, მაშინვე ვებსაიტი შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი. გადავდივართ ეგრეთ წოდებულ მართვის პანელზე. აქ ვამტკიცებთ რაღაცას, რომ აღნიშნული სერვისის გამოყენება გსურს და აგერ მეგობრებო, ჩვენს განკარგულებაშია ყველაფერი ის, რაც გადმოვა თქვენს განკარგულებაში, მაშინ, როდესაც ქართველ ან არაქართველ web hosting provider-ებთან თქვენი ვებგვერდების განთავსებას მოინდომებთ. აი, უზარმაზარი ნაკრები ინსტრუმენტებისა, სადაც თავისი სამუშაო აქვს web ადმინისტრატორს, მაგალითად, ფაილების ატვირთვა, ვებგვერდების ატვირთვა ბატონო ჩემო, თავისი სამუშაო აქვს მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორს, აგერ მონაცემთა ბაზების მართვის მენიუ, ეგრეთ წოდებული php-myadmin-ი, ჯერჯერობით აქ არც ერთი მონაცემთა ბაზა არ არის და მის შექმნას პრინციპში დღეს არც ვაპირებთ, მაგრამ რეალურად, ესე იგი, მთლიანი პლატფორმა თავისი ფრონტ-ენდით, ანუ ვებგვერდით, თავისი ბექ-ენდით, ანუ ეგრეთ წოდებული ბიზნეს ლოგიკის კოდით, იქ სხვა ენები გამოიყენება, არა JavaScript-ი, არამედ Python-ი მაგალითად, PHP, თქვენ ხართ ჩემი ბატონო JavaScript-იც გამოიყენება, ოღონდ ეგრეთ წოდებული Node.js-ი, სხვა პლატფორმა, ეს დეტალები გახლავთ. პლუს ამას, თავისი საქმე ექნება აქ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტსაც თქვენი ორგანიზაციის, რომელიც მაგალითად დაბლოკავს არასაჭირო IP მისამართებს, თუ თქვენს ვებგვერდზე მაგალითად შეტევა განხორციელდება და აგენერირებს უსაფრთხოების სერტიფიკატებს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ, მთლიანი მართვის პანელი გადმოდის თქვენს განკარგულებაში, მეგობრებო. ეხლა სანამ გავაგრძელებდეთ, ხო? მე ალბათ მაინც აღნიშნულ მისამართს ჩაგიგდებთ chat-ში და თუ დამიპლუსებთ, რომ უკვე მოხერხდა თქვენთანაც აღნიშნული ვებგვერდის გახსნა, ურიგო ნამდვილად არ იქნება. აი, ამ მისამართს ჩაგიგდებთ, ესე იგი davidgulua.greatsite.net-ი. აგერ ბატონო ჩემო და მე თავად მოვსინჯავ აღნიშნული ვებგვერდის გახსნას. ავტორიზაციას ითხოვს შესვლისას. ავტორიზაციას ითხოვს, ხო? ხო, გასაგებია. კი ბატონო. მაშინ ჩვენ ასე გავაკეთოთ. ვნახოთ, ჩემთან რა გამოვა, ჩემთან გამოდის პრინციპში, აი რაც გამოდის, აი ამ ბმულს ჩაგიგდებთ, ახლა იქ პატარა რაღაცა ემატება ბოლოში, კუდი ასე ვთქვათ. ვნახოთ. აი ეს მოსინჯეთ, მეორე ბმული მოსინჯეთ და თუ ჩემთან რაც გამოდის, ის თქვენთანაც გამოდის, ესე იგი, კარგად გვაქვს საქმე. აქ გვაქვს HTTPS პროტოკოლის ის არის, რაღაცა სერტიფიკატის პრობლემა. დაეთანხმეთ. არა უშავს. დაეთანხმეთ. ბატონო
შემდეგ რა გამოვა საინტერესო. DNS resolution error არ უნდა DNS სერვერებზე არ არის ასახული სავარაუდოდ ეს მისამართი. ეს 72 საათის ამბავია, აი ჩემთან გამოვიდა უკვე ვებგვერდი, ეს არის ის ვებგვერდი, რაც უნდა გამოსულიყო. თქვენთან მაქსიმუმ 72 საათში გამოვა. პრინციპში ეს ასე ვთქვათ, პრინციპში მუშაობს, ხო? ახლა რომ პატარა ის რო გავაკეთეთ ჩვენ იქ საქართველოს, კერძოდ გურიის რეგიონის ქალაქების და სოფლების ამსახველი მომხიბლავი ვებგვერდი რომ გავაკეთოთ, გავასაჯაროებთ მე აღნიშნულს ძალიან მარტივად, აი ყოველდღიური სამუშაო თქვენი იმ შემთხვევაში თუ თქვენი მომავალი პროფესია, ესე იგი ვებ ადმინისტრატორობას უკავშირდება. ამ პროფესიებზე ლაპარაკის დროს მაინც ხაზი უნდა გაუსვათ იმ გარემოებას, რომ თუ დიდ ჰოსტინგ პროვაიდერთან არ მუშაობ, საქართველოში ასეთები რამდენიმეა, აი ასე ცალკე ვებ ადმინისტრატორი, ასეთი პროფესია პატარა კომპანიებში შედარებით იშვიათია იქ. ამ საქმეს როგორც წესი, ესე იგი სისადმის, ანუ სისტემის ადმინისტრატორს ჩამოკიდებენ ხოლმე მხრებზე, განსაკუთრებით საქართველოში, სადაც მენეჯერებს უყვართ ხოლმე ერთ თანამშრომელში ბევრი ფუნქციის შეთავსება და ნუ მერე გადატვირთვებს და ამბებს აქვს ადგილი. Online file manager-ზე შეგვიძლია გადავიდეთ. აქ არის htdocs folder-ი, რომელშიც ესე იგი ჩვენ უნდა ავტვირთოთ ნებისმიერი HTML ფაილი, თავის CSS ფაილი და ყველაფრით. ის ფაილი გსურს ახლა ჩვენ ის ფაილი გსურს მოვიძიოთ, რომელიც შევქმენით, ანუ ეს არის ესე იგი index.html ფაილი, თავის CSS ფაილით, ორი ფაილი სატვირთვა მოვსინჯოთ და ნუ index.html-ი ასეთი ფაილი გვაქვს, განვაახლოთ ვებგვერდი, არ მოეწონა, არა უშავს, არ მოეწონა, აი ასე ჩავწეროთ index.html-ი და როგორც ხედავთ, გამოვიდა ესე იგი დაფორმატებული, ანუ CSS ფაილიც აღიქვა, HTML ფაილიც აღიქვა და ახლა უკვე ეს გვერდი ესე იგი გვერდი საჯაროა, ან მაქსიმუმ 72 საათში გახდება საჯარო სოფლიო აბლაბუდის მილიარდობით მომხმარებისთვის, ყველასთვის. ეს რაც შეეხებოდა ატვირთვის მექანიზმს, მაგრამ ჩვენი მთავარი ფოკუსი ახლა ეს არ არის, ჩვენ სულ სხვა რაღაცას ვცდილობთ, კერძოდ ვცდილობთ, როგორც ვთქვით, ელექტრონული კომერციის სისტემის აგებას და ასეთი სისტემები არის მეგობრებო ათობით კონკურენტუნარიანი სისტემა გახლავთ ჩვენს განკარგულებაში, რომელთა ინსტალაცია შეგვიძლია ძალიან მარტივად. აპლიკაციების ინსტალატორი, აი ამ კონკრეტულად ამ მართვის პანელში ეს არის Softaculos Apps Installer, ასეთი მოდული გახლავთ, სადაც ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ მზა პროგრამული უზრუნველყოფა, ვებ-ბაზირებული პროგრამული უზრუნველყოფა აქტიკულად ნებისმიერი საპრობლემო სფეროსთვის, ნებისმიერი თემისთვის. იქნება ეს ელექტრონული კომერცია, ყიდვა-გაყიდვა, იქნება ეს სასწავლო პროცესის მართვა, თუ რაც გნებავთ. აქ შესრულებულია, ასე ვთქვათ, მარცხენა მხარეს არის ეს ყველაფერი ხელმისაწვდომი, მაგალითად, ონლაინ ფორუმის შექმნა თუ გნებავთ, აგერ დიდი არჩევანი პროგრამებისა, არ ვიცი, ჩემი თაობის ახალგაზრდებში ძალიან პოპულარული იყო ასეთი პორტალი Forum.g. იქ ესე იგი სიამოვნებით კითხულობთ ხოლმე რაღაცებს. ხო, არ ვიცი, არის საქართველოში პოპულარული, შეინარჩუნა თუ ნელ-ნელა ახლა უკვე Facebook ჯგუფები მუშაობს, ფორუმები ალბათ ნაკლებად, არ ვიცი. ნაკლებად. საკუთარი ფორუმის გაკეთება თუ გნებავთ, აგერ პლატფორმები რამდენის გნებავთ. ფოტოგალერეების შექმნის პლატფორმები, სოციალური ქსელი, რომელიმე აგერ გამოიყენეთ და საკუთარი Facebook-ი გააკეთეთ. თქვენს განკარგულებაშია რამდენიმე კარგი ინსტრუმენტი. ძალიან, ესეც ესე იგი ძალიან მოკლე დროში. აი თითოეულ ამ აპლიკაციას რომ დააყენებთ, ჩონჩხი აპლიკაციის უკვე შექმნილია და ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ, არის რომ შექმნათ მომხმარებლები, ატვირთოთ კონტენტი და ასე შემდეგ. ყველაზე ისეთ მარტივ შემთხვევაში ერთი სტრიქონი პროგრამული კოდის დაწერაც კი არ მოგიწევთ. რეკლამების მენეჯერი, აგერ ბატონო და მთელი ამბები, მოკლედ, აგერ ERP სისტემები, თუ რომელიმე თქვენგან ესე მარტივად უკაცრავად ჩაგეჭრებთ ბატონო დავით. ასე სტუდენტებს უფრთხიან მოსწავლეები, აი პროგრამული ენას სწავლება რო ჭირდება, თქვა Java, Python-ი, რაღაც. ითხოვენ ზოგადად ხო პროგრამისტები ამ ენების
სწავლას იმისთვის, რომ რაღაცა ვებ პროგრამირებაში რაღაც გამოგივიდეს. აქ ჩვენ ხედავთ სურათს, რომ ნულოვანი ცოდნით, პროგრამირების ნულოვანი ცოდნით შეგვიძლია რაღაც მარტივი ვებგვერდის გაკეთება და თლათ მარტივიც არ არის, ასე ვთქვათ, რაღაცა ფუნქციონალიც აქვს ამ ვებგვერდს. ზუსტად ასე. თუმცა, ესე იგი, სემინარის დასასრულისთვის მე მაინც ერთი პატარა კონტრარგუმენტი მომზადებული მაქვს, ანუ მაინც სემინარის დასასრულს ესე იგი ვერ მოვიშლი რომ წავახალისო ჩვენი მონაწილეები რომ პროგრამირება მაინც ისწავლონ. ანუ ორი სცენარია და ამ ორ სცენარს ჩვენ დავახასიათებთ სათანადო. კი ბატონო, თქმა უნდა. ხო, აი ეს ERP სისტემები საქართველოში ახლა ორის მენეჯერი, არ ვიცი, ხსმენია ალბათ, ან ერთი C, მთელი ჩვენი ბუღალტრები და ERP სპეციალისტები enterprise resource planning, ანუ ის ესე იგი გული რაც არის ორგანიზაციის, იქ რაღაცა რო შეგეშლება და მე მოგადგება საგადასახადო და ფინანსური პოლიცია და 1000 ამბავი. იქ რაღაცა რო შეგეშალოს დაღუპულები ვართ. ხო, აი ERP სისტემები, აგერ ალტერნატივები. მე არ ვარ ERP-ის სივრცეში მაინც და მაინც კარგად გარკვეული, არ ვიცი ესენი ჯობია თუ ორის მენეჯერი ძალიან მიყვარს. შეერთი იმიტომ რომ ქართულია, სულ თავიდან ბოლომდე ქართული სისტემა გახლავთ. და ესენი რამდენად კონკურენტუნარიანები არიან, მაგრამ ხელმისაწვდომია, აი უამრავი ERP სისტემა და სრულიად უფასო. Educational სასწავლო პროცესის მართვის სისტემები საქართველოში და მსოფლიოში მუდლია, ასე ვთქვათ, ლიდერი და აგერ თქვენი შესაძლებლობა რომ საკუთარი მუდლი ააწყოთ სასწავლო პროცესის მართვის სისტემა და სხვა ალტერნატივებიც აგერ ჩვენს განკარგულებაში და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ აქ მთელი ესე იგი ამბები გახლავთ. ხო, ელექტრონული კომერციის სისტემები. აი რამდენიც გნებავთ. მეგობრებო. პირდაპირ რომელიმეს დაინსტალირებთ. ძალიან აქტუალური თემა, უკვე საყვალპუროდ ჭირდება ფაქტიურად თითქმის ყველა ინდმეწარმეს მქონია ეს ელექტრონული ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა. კი ბატონო, აი ეს პლატფორმები, პოპულარული პლატფორმები, არ ვიცი აქ PrestaShop არის თუ არა, იყო პერიოდი რომ ძალიან ესე იგი აი PrestaShop აგერ არის, ბევრი მიწვალია თავის დროზე, ესე იგი და თუ რატომ მიწვალია ამაზე ესე იგი ბოლოს ვისაუბრებთ ჩვენ, მაგრამ ახლა მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონულ კომერციაზე გვაქვს ჩვენ საუბარი, დავიწყებთ კონტენტის მართვის სისტემით. კონტენტის მართვის სისტემით და აღნიშნულ კონტენტის მართვის სისტემას ეწოდება WordPress-ი. ეს თითოეულ ჩვენგანს, ესე იგი, რასაც ქვია, თითოეულ ჩვენგანისთვის ნაცნობი, უაღრესად ნაცნობი ტერმინი გახლავთ, კონტენტის მართვის სისტემა WordPress-ი, რომელსაც პირდაპირი კავშირი არ აქვს ელექტრონულ კომერციასთან. ეს არის პოსტების შექმნის, სურათების ატვირთვის, კონტენტის მართვის სისტემა, მაგრამ სიმძლავრე ამ სისტემის მდგომარეობს იმაში, რომ მას აქვს გაფართოებები, ეგრეთ წოდებული პლაგინები 60,000-მდე, რომლის საშუალებითაც თქვენ ფაქტიურად შეგიძლიათ, ესე იგი, აი ყველაფრისთვის გააკეთოთ ინფორმაციული სისტემა, ააგოთ ვებსაიტი პრაქტიკულად ყველა თემის ირგვლივ და პრაქტიკულად ყველა საკითხზე. ბოლო სტატისტიკით, ეს სტატისტიკა ყოველთვის დავაკამათის საფუძველია, მაგრამ საკმაოდ საიმედო სტატისტიკით top მილიონი ვებგვერდის, ესე იგი top მილიონი ვებგვერდის ვებგვერდებიდან 60% WordPress-ის ძრავს იტენებს, ასე რომ ეს ძალიან პოპულარული პლატფორმა გახლავთ, პოპულარული როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე ჰაკერებისთვისაც რასაკვირველია. ხო, გადავიდეთ ახლა აპლიკაციების ინსტალაციის, ასე ვთქვათ, მენიუზე ისევ და პირველ რიგში გავააქტიუროთ ჩვენი სახელგანთქმული WordPress-ი, აგერ top script-ში, აქაც ნახეთ თავშია წამოსკუპებული, როგორც ხედავთ, ნომერ პირველია და მიტო. დავაჭიროთ ინსტალაციის ღილაკს, ნახავთ როგორ აი ასევე ხორციელდება ნებისმიერი სხვა აპლიკაციის ინსტალაცია, საკმაოდ მარტივი პროცედურა გახლავთ, აქ არაფერი ესე იგი ხანგრძლივი არ არის, ერთადერთი რამაც შეიძლება გაგჭედოს და ეს მოხდება ხანდახან არის ის, რომ უფასო ჰოსტინგის საიტი გახლავთ და ცოტა რესურსებს გვთავაზობს. ხანდახან შეიძლება გამოგივიდეთ შეტყობინებები, რომ თქვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი უკვე გამოიყენეთ და უნდა დაიცადოთ, ნუ უფასო. მოგეხსენებათ, აქ ვერაფერს გავაწყობთ და თუ სერიოზული ბიზნესისთვის გსურს ჩვენი პორტალის შექმნა, მაშინ
ალბათ უპრიანი იქნება თუ ფასიან გვერდებზე გადავეწყობით, ფასიან ჰოსტინგ პლატფორმებზე გადავეწყობით. დაუძახებ ახლა ადმინისტრატორ მომხმარებლის სახელს შევქმნი, აქ ერთ პატარა პაროლსაც დიდად საიმედოს არა, მაგრამ რაც არის ჩავსვამ, რის შემდეგაც დავაჭერ install relax და WordPress-ი ინსტალაცია განხორციელდება სულ რაღაც წამებში. დიდი დრო არ ჭირდება. ეთილა პატიოსანი, რადგან WordPress-ის ინსტალაცია დასრულდა, მე ახლა აქ უკვე, როდესაც ჩემს ახალ შექმნილ საიტს გავხსნი, აი ეს უნდა გამომივიდეს. ეს უკვე WordPress-ის ინდიკატორია. აი ესეთი ვებგვერდი, hello world, welcome to WordPress და სხვა და სხვა და სხვა. ნაბიჯი პირველი. მაგრამ მე ახლა მჭირდება ელექტრონული კომერციის სისტემა, აი ონლაინ მაღაზია. 10 წუთს დაგვირდით და არ გადავაცილებ მე მგონი. ნახოთ, ისევ დავბრუნდეთ მაშასადამე აპლიკაციების მართვის ნაწილში. არა, ბოდის გიხდით, მართვის პანელში შევიდეთ. აქ მარტივია ეს ამბავი. ლოგინ გაფართოება. აქ მხოლოდ ბუნებრივია, რომ ვებ ადმინისტრატორს შეუძლია, ეს აღარ არის უკვე ვებ ადმინისტრატორი, ეს არის WordPress-ის ადმინისტრატორი. ესეთი მრავალდონიანი სისტემა გვაქვს. ხანდახან ეს ორი როლი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან და როგორც წესი სხვადასხვა თანამშრომლები ასრულებენ ხოლმე ამ როლებს. აქ შეიძლება ქვეყნის რაღაცეები უკვე ელექტრონული კომერციის გარეშეც. მარტივი ამბავი, მაგალითად, დიზაინის ამოცვლა. არის appearance და იქ ვთქვათ, თუ bootstrap-ს ვიყენებდით სტატიკური ვებგვერდებისთვის, აქ ჩვენს განკარგულებაშია რამდენიმე 1000, თუ სწორად მახსოვს, აი 8000-მდე პოპულარული დიზაინი სულო და გულო, რომელ თემაზეც გნებავთ. მაგალითად, სპორტულ ვებგვერდს თუ აკეთებთ, მოიძიებთ სპორტთან დაკავშირებულ დიზაინს, აარჩევთ მას, დაინსტალირებთ და მის აქტივაციას განახორციელებთ. ანუ ეს დიზაინი გახდება ახლა აქტიური, გადავალთ ისევ გვერდზე და ასე ერთი მოქმედებით გამოცვლილი დიზაინი ჩვენს ვებგვერდს უკვე სრულიად სხვა ფერები და სხვა ამბები აქვს აქ. ანუ რეალურად დიზაინი არის შეცვლილი რადიკალურად და კონტენტით რომ გაივსება, ეს სულება კიდევ უფრო მკაფიო გახდება. გარდა ამისა, როგორც თქვით, WordPress გააჩნია ეგრეთ წოდებული პლაგინების სისტემა. ანუ ეს არის სისტემა, რომელიც ფუნქციონალის ეს დიზაინი იყო. ახლა ფუნქციონალის დამატების საშუალებას იძლევა. პლაგინები არის 60,000-მდე სადღაც. აი ახალი პლაგინის დამატება თუ დავაპირეთ ჩვენ, აქ უნდა გამოვიდეს ეს რიცხვი, აი პოპულარული პლაგინების სიაში შეიძლება გადავიდეთ და ხო, 55,866 და რის გაკეთება შეიძლება აქ? ყველაფრის. აბსოლუტურად. აი მაგალითად, აი ეს პლაგინი პირველივე ამოყვინთა yoast CEO Search Engine Optimizer-ი. ეს არის ესე იგი პლაგინი, რომლის საშუალებითაც თქვენ თუ კარგად მიუდგებით საქმეს და აი ფილოლოგს დაიქირავებთ ვინმეს, რომელსაც ქართულიც კარგად იცით და ინგლისურიც და ტეგების კარგ სისტემას ააწყობთ, რაღაც საძებნი ფრაზებისთვის თქვენი ვებგვერდი Google-ის პირველ გვერდზე ამოყვინთავს. ეს კი ძალიან კარგად ვიცით, რამხელა საქმეა ბიზნესისთვის, მაგრამ უფრო მარტივი პლაგინებით შეგვიძლია ჩვენ ასეთი რთული პლაგინები შეიძლება არც გვჭირდებოდეს და მაგალითად აგერ ახლა ახალი წელი მოდის და იქნებ გვინდა რომ თოვლი წამოვიდეს ჩემს ვებგვერდზე. არის ასეთი, ესე იგი ონლაინ გაზეთი, ეს ცნობილი სპორტული გაზეთი იყო, მე ამ გაზეთში ჟურნალისტად მუშაობდი, ახლა ვებ ადმინისტრატორი გახლავართ, სარბიელი შეიძლება გსმენიათ უფრო, ესე იგი თქვენ ალბათ ახალგაზრდებს სპორტული ის იყო რაღაც გაზეთი. სპორტული გაზეთი იყო და აი მირეკავს ხოლმე ჩემი მეგობარი და ახლა 31 რიცხვში დამირეკავს და დავით თოვლი წამოიყვანე რა და წამოვიყვან თოვლს ესე იგი 14 რიცხვამდე სარბიელის პორტალზე მოდის თოვლი. ეხლა ჩვენს პორტალზე წამოვიყვან ჩვენ თოვლს, აი პლაგინის აქტივაცია, snow effect ესეთი გახლავთ და გადავიდეთ საიტზე. ეს მარტივი ამბავი აგერ წამოვიდა თოვლი, ხო? ანიმაციური ეფექტია, დიდი არაფერი. მივედით 14 ესე იგი რიცხვამდე დამთავრდა кейფები, მთელი ამბავი, დეაქტივაციას განვახორციელებთ პლაგინისას ბატონო ჩემო და ისევ საიტზე გადავალთ და თოვლი აღარ მოდის. ეს მარტივი რაღაცები.
ხო, ეხლა ჩვენ გვინდა რომ ელექტრონული კომერციის ვებგვერდად ვაქციოთ, ბუნებრივია, ხო? ჩვენი, ესე იგი, საიტი, ამისთვის გვჭირდება ალბათ ყველაზე ცნობილი პლაგინი მსოფლიოში, რომელსაც სახელად ეწოდება WooCommerce. აი ასეთი ამბავი WooCommerce, რომელიც ვერ მოიძია აქ, იმიტომ რომ არსებულ სიაში არ არის, ახალი პლაგინი უნდა დავაინსტალიროთ, დიდი უზარმაზარი პლაგინი გახლავთ, მთელი რიგი გაფართოებებით და აგერ პლაგინის პოპულარობას ზოგადად ვიგებთ იმის მიხედვით, თუ რამდენი ინსტალაცია, რამდენი აქტიური ინსტალაცია არის დაფიქსირებული ახლა მსოფლიო ბაზარზე. აი WooCommerce, ესე იგი 7 მილიონზე მეტგან არის აქტიური production ვებგვერდზე. სატესტოზე კი არა, აი მაგრად, კარგად მომუშავე ვებგვერდზე, ამ მომენტში 7 მილიონზე მეტ ვებგვერდზე გახლავთ იგი დაინსტალირებული. ჩვენს დავაინსტალიროთ, ერთი დავამატოთ, ასე ვთქვათ, ბევრი დამატებითი ფუნქციონალი აქვს WooCommerce, აი ეს ბიზნესმენებისთვის არის ნამდვილი სამოთხე, ვინც ამ ონლაინ კომერციას მიყვება ხოლმე და რა ხდება? ვახორციელებთ აქტივაციას და როგორც, ესე იგი, იმ ჩემს სატესტო ვებგვერდზე მქონდა ატვირთული, ასე ვთქვათ, პროდუქტები, აი ესეთნაირად აქაც ავტვირთავთ პროდუქტებს და ელექტრონული კომერციის მაღაზია გამზადებულია. ერთ პროდუქტს ავტვირთავ, ახლა მე შემდეგ ჩვენ უკვე საიტზე გადავალთ, რათა დავწუნდეთ, რომ ესე იგი ეს პროდუქტი რეალურად ხელმისაწვდომია და უკვე შეგიძლიათ მისი შეძენა. ფიქტიურად, თუ შეიძლება ასე ითქვას, ეს გაიდეთ სეტაპი ახლა არ გვინდა, არ ესე იგი ვაკეთებ მე აქ არანაირ რეალურ ბიზნეს ბუნებრივია. დაველოდოთ რამდენიმე წამი და შემდეგ უკვე პირველ პროდუქტს ავტვირთავთ ჩვენს საწყობში. ნახეთ მარცხენა მხარეს მენიუ გაფართოვდა და რა ვსყიდი? ის რასაც ვსყიდი შეიძლება იყოს ნივთი, შეიძლება იყოს ფაილი უბრალოდ ჩამოსატვირთი ფაილი, მაგალითად Spotify-ზე იქ, ესე იგი მუსიკების ჩამოტვირთვა შეიძლება მოგეხსენებათ. დავამატოთ ერთი პროდუქტი. ფიზიკური პროდუქტი იყოს, კი ბატონო. ცოტა დაველოდოთ, უფასოა, ნელია, მე მგონი რომ ამას შეიძლება გაგებით მოვეკიდოთ. აი ახლა აქ რაც დაყოვნება გვაქვს, რეალურ web hosting provider-ებთან მეგობრებო, ასეთ დაყოვნება არასდროს არ გექნებათ, ისინი უფრო მეტ სიმძლავრეებს შემოგთავაზებენ და ეს ყველაფერი ძალიან ჩქარა იმუშავებს. ხო, რა ვსყიდით, რა ვიცი, მეორადი კომპიუტერი, პლატფორმა, ონლაინ პლატფორმა უკვე შექმნილია ელექტრონული კომერციის, მე მგონი ჩავედი აწუჩი, ესე იგი ძალიან კარგ მდგომარეობაში. აქტიურად გამოვყენებით. ხო. გვერდზე რომ უნდა გამოჩნდეს. აქ არის თავის media library, თუ არ არის და ავტვირთავთ. მაქვს გონი აქ კომპიუტერის სურათი, აი ლეპტოპი. ბატონო ჩემო, ეს ლეპტოპი ავტვირთოთ. მშვენიერი, კაი ლეპტოპია და გამოვაქვეყნოთ პროდუქტი, არა, ჯერ არაფერიც არ გამოვაქვეყნოთ. ფასი, რახან კარგ მდგომარეობაში 1500 ლარი იყოს, ვინ იყიდის, მაგრამ მაინც და ფასდაკლებებსაც ვაცხადებ მე ჩემს პორტალზე, ფასდაკლების ფასი იყოს, მოდით 1000 ლარი. ფასდაკლების პერიოდს აგერ 15-დან თქვათ მიუთითებ 31 რიცხვამდე, ვითომ შავი პარასკევი იყოს, ეხლა ანუ დღევანდელი დღე მოხდება ფასდაკლებაში. აქ იმდენი რაღაცის გაკეთება შეიძლება, რომ ნუ რა გითხრათ, აი ძალიან ბევრი ესე იგი გამზადებული შაბლონი ფაქტიურად ძალიან აიოსია. ხო. ხო, მაგალითად, აი variable products გაყოფილებაში თუ გადახვალთ, კარგია, როცა თქვათ ტანსაცმლის ელექტრონული კომერცია, აი ზომები, ხო, MEL და ამ ყველაფრის მითითება შეგიძლიათ. ასე ვთქვათ, ეს ყველაფერი შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ და ვნახოთ, გამოვა თუ არა ვებგვერდზე. წესით ჩვენ უკვე უნდა გქონდეს იქ, ანუ მენიუ, ესეთი მენიუ, shop, cart, check out და აი გამოვიდა ეს მენიუ, როგორც ხედავთ, ნუ shop-ი აქ ბოლოში კი არის განთავსებული, მაგრამ ამის ესე იგი მოგვარებაც შეიძლება იქ მენიუების განყოფილება კიდევ ცალკე გახლავთ WordPress-ში, გადავიდეთ shop-ში და აი ეს ჩვენი კომპიუტერი. 1500 გადახაზული, 1000 აგერ არის, ვამატებთ. კალათაში ბატონო ჩემო, შემდეგ გადავდივართ კალათაში.
და თუ ამ მეორადი კომპიუტერის თქვათ მეტი რაოდენობის შეძენა გსურს, ესეც არ არის პრობლემა. აქ შევძლებთ ამის მონიშნვას. ცოტა დაველოდოთ. მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ესე იგი, პრინციპი გასაგებია, ხო? აქ, ანუ მთელი ეს ციკლი ელექტრონული კომერციისა, მაშასადამე გახლავთ ხელმისაწვდომი. 3 წელი მსურს ვიყიდო, ფასი დაითვალა, მარკეტინგული კუპონი ფასდაკლების. შემიძლია გავაკეთო და უცებ გავაკეთებ და ერთ პატარა, ანუ ხელზე ფულის გადახდის შესაძლებლობასაც დავამატებ, ასე ვთქვათ, ხო? სადაც გვაქვს მარკეტინგი, აგერ მარკეტინგის განყოფილება, მარკეტინგული კუპონები, გადავიდეთ, ერთი კუპონი დავაგენერიროთ. ამ კუპონს შემდეგ მომხმარებელს, ვინც ერთგული მომხმარებელია და კარგ შემოსავალს მოგვიტანს ხოლმე, ან SMS-ით გაუგზავნით, ან კონვერტით გაუგზავნით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ არის, ესე იგი, მარკეტინგული კუპონები, აი კუპონების განყოფილებაში გადავალ. როგორც ხედავთ, მეგობრებო, მთელი რიგი მარკეტინგული შესაძლებლობები იყო იქ. Google-ში გამოჩენის, Pinterest-ში გამოჩენის. მე თუ მკითხავთ ეს ყველაფერი როგორ კეთდება, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ აზრზე არ ვარ. ეს არის აი უკვე ის, რაზეც ამა თუ იმ ორგანიზაციაში მარკეტინგის განყოფილების, აი ეს კლიენტებთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლები მუშაობენ. ხო? ერთი ახალი კუპონი ალბათ შევქმნათ აგერ. პროცენტს ვაკლებთ, იყოს აი პროცენტი დავაკლოთ, თქვათ 20%. კუპონის კოდი შემთხვევით დავაგენერიროთ 1 2 3 4 შეიძლება ყველა მიხვდეს, აი ეს შეიძლება იყოს გამოვაქვე პრომო კოდს რო ეძახიან, ესე გულისხმობა, ხო? ზუსტად, კი, კუპონი და პრომო კოდი არის ზუსტად ერთი. ახლა მე ამას ესე იგი შევიტან, აგერ ეს უკვე მომხმარებელი ვარ, ეს ვიყი 3 წელს ვყიდულობ, 3000 ლარს ვიხდი, პრომო კოდი შევიყვანე, apply და ჩამოვიდა ფასი 2400-600 დააკლა, როგორც ხედავთ, ესეთი ამბავი გახლავთ. ხო? ერთ რაღაცასაც გავაკეთებ, ბარემ გადახდის მეთოდს დავამატებ და პრინციპში ალბათ აი ესე შეკვეთის აი პეიმენტები აგერ არც ერთი მეთოდი არ იქნება ახლა გააქტიურებული თავიდან, მაგრამ ეს როგორ პირდაპირ Mastercard-ის მას უკავშირდება გადახდის სისტემას? შეიძლება დაუკავშირდეს, მაგრამ უფასოდ ვერა სამწუხაროდ. ფასი იქნება. იქ რო უნდა დარეგისტრირდე როგორც იურიდიული პირი ალბათ. კი, ეს საბანკო მონაცემები და რაღაცებს შეტანა იქნება საჭირო ალბათ. კი, თუ გაკომერციულობა, თუ რეალურ კომერციაზე გასვლა და რეალური საბანკო ბარათების გადაბმა მიბმაგსურთ, მაშინ ერთი ბმული, ასეთი ბევრია პრინციპში ამ პლაგინებს საქართველოშიც ბევრი ყიდის, ესე იგი plug and ეს რა არის? ესე იგი plug and page-ზე შეგიძლია გადახვიდეთ და ყოველი ბანკისთვის აი ამ პლაგინს აინსტალირებთ. საქართველოს ბანკის პლაგინს, ანთიბისის პლაგინს, მაგრამ ამის დაინსტალირება მარტო საქმეს არ შველის, ხო? ბანკში უნდა მიხვიდეთ და მერჩანტის ხელშეკრულება უნდა გააფორმოთ და მერე უკვე წელიწადში ეს 179 ლარი გადასახდელია. ამას ნუ რეალური კომერცია როცა არის, ამას ვეღარ გავექცევი. ყველა ბანკია პრინციპშია განვადების პლანინები და ასე შემდეგ. დიახ. ეგ eBay-ზეც რო აკეთებ მაღაზიას, მაშინაც საჭიროა როგორც კი, მერჩანტის მონაცემების შეტანა. ხო, აი ეგ არის ძალიან ეგ როცა გაქვთ ბანკთან უკვე გარკვეული, ესე იგი აქ ალბათ აი საბანკო სერვისების სპეციალისტის რჩევა ერთობ გამოსადეგი იქნება. ხო, აქ ესენი არაფერი, მაგრამ აგერ cash on delivery მომიტანს პულს ხელზე მივცემ. რატომაც არა. იყოს, ან ნუ პირდაპირ საბანკო არ გვინდა. ერთი shipping-საც მივხედოთ საქართველოს ფარგლებში მოდით ვთქვათ, ნუ დანარჩენ მსოფლიოში იყოს, ესე იგი shipping-ი არც თუ ფასიანი, ეს აი მთელი მსოფლიოსის უფასო shipping-ი აქვს ახლა გააქტიურებული, დავამატოთ shipping-ის მეთოდი, ვთქვათ flat rate-ით აგერ, flat rate-ი ანუ თანხა, გარკვეული shipping-ის თანხა და იყოს, რა ვიცი, 10 ლარი იყოს მაგალითად.
აქ შეგიძლიათ არა საშუალებები არის ძალიან ბევრი. კერძოდ, ესე იგი, შიპინგის ზონების შექმნა შეგიძლიათ, ხო? თქვენ ბიზნესია დამოკიდებული, ხო? მაგალითად, საქართველოში ქართული კომპანია ხართ და სომხეთში იქნება ისეთი ადამიანი ყავთ, ბიზნეს პარტნიორი თბილისიდან ერევანში ყოველდღე რო დადის და ატანთ რა ჩვეულებრივად. ამ დროს სომხეთის ფარგლებში კლიენტურა თუნდაც ერევანში შეგიძლიათ უფასო შიპინგით მოიზიდოთ, იმიტომ რომ ყავთ ვიღაცა, ვინც მიიტანთ, მაგრამ ახლა ზიმბაბვედან თუ შეუკვეთა ვიღაცამ, იქ უკვე უნდა იმ დიდ გადამზიდავებს ელაპარაკოთ და ისინი კიდე გაგვატყავებენ, როგორც მოიხსენებათ, ესეთი ამბავია. ხო, დავამატოთ ერთი, ბატონო? კი ბატონო, ესე რიგია. ხო, ამ ზონას საქართველო დავარქვათ და ესე იგი, everywhere არ გამოგვადგება, მაგრამ მთელი გეოგრაფია აქ არის. ქვეყნები, მათი რეგიონები, აი ევროპაში მაგალითად შეიძლება ვთქვათ, სად არის, აი გერმანია. გერმანიის სხვადასხვა მიწებში სხვადასხვა ფასები გქონდეთ, ხო? ბერლინში დაფრინავს ვიღაც თქვენიანი უფასო. ბავარიაში გადამზიდავთან ლაპარაკი გიწევთ, იქ ესე იგი და მთელი გეოგრაფია აქ არის, როგორც გითხარით. საქართველოს პრინციპში შეიძლება აქ ჩავსვათ, ჩასვამთ აქ შიპინგის სქემაში და ეს ყველაფერი გაეწყობა და შემდეგ ესე იგი ფასზეც შესაბამისად აისახება. ხო? Proceed to checkout უთხრათ და ერთი ციკლი, ასე ვთქვათ, გავლილი იქნება, შევსებული აქ რაღაც მონაცემები, cash on delivery გააქტიურებულია, დავაჭიროთ place orders, რაღაცეები აკლია, ვინ ვართ ჩვენ, დავუშვათ მე ვიყო კლიენტი. მისამართი რამე fake მისამართი და აგერ ესე იგი ხო არის ახლა მათი საქართველოში ქუთაისი რა თქმა უნდა აუცილებლად საქართველოს საფოსტო კოდები ხო 4 რიცხვიანია ხო 4600 არის ქუთაისი 4700-ია ზუგდიდი ეგ მახსოვს და 0-ზე იწყება თბილისი კი ბატონო ხო აი ქუთაისი და საფოსტო კოდი იყოს ესე ხო 4600 აქ წესით უნდა გამოსულიყო იმერეთის რეგიონი მაგრამ ნუ ხელით შევიყვანო ნახოთ რას მივიღეთ კიდევ რაღაც არ მოწონს და რა არ მოწონს აბა ერთი ვნახოთ ხო ახლა და შეკვეთა გაფორმდა ადმინისტრატორის მხარეს ეს ბოლოა რასაც ვნახავთ ადმინისტრატორის მხარეს უკვე შეკვეთების ნაწილში ესე იგი საწყობს აღარ ეხება შეკვეთების ნაწილში გადავალთ აგერ ორდერები ბატონო ჩემო მიაქციეთ ყურადღება რომ ამ მთელი მართვის მენიუს გაქართულება შესაძლებელია და ძალიან კარგი ქართულით არის სხვათა შორის ნათარგმნი განსხვავებით ზოგიერთი Windows-ებისგან აი შეკვეთა აგერ დაფიქსირებული და მისი დამუშავება მიმდინარეობს ამის ავტომატიზება შესაძლებელია მაგრამ ყველაზე ისეთ მარტივ შეხვედრაში შემთხვევაში ამ სტატუსს დაუშვათ მიიტანა კურიერმა დაგვირეკა მიტანილია გამზადებულია ყველაფერი და ხელითაც ყველაზე მარტივ შემთხვევაში ხელითაც განვახორციელებთ აი სტატუს პროცესინგის ნაცვლად კომპლეტედ ან რომელიმე სხვა სტატუსი შეგვიძლია მივანიჭოთ და ამით აი ელექტრონული კომერციის ერთი სრული ციკლი შეიძლება ითქვას რომ დამთავრებულია და პრინციპში ჩემი ლექციაც დამთავრებულია უბრალოდ ბოლო კითხვას მინდა გავცე პასუხი პოტენციურ კითხვას რაც შეიძლება ჩვენმა მონაწილეებმა დამისვან რომ შედალოცვილო თუ ეს ყველაფერი ასე მარტივად კეთდება პირველი ნახევარი საათი რაში გაფლანგე როდესაც გვიხსნიდი HTML-ს როცა გვიხსნიდი CSS როცა გვიხსნიდი რა არის JavaScript-ი კიდე აპირებდი PHP-ზე საუბარს და ასე შემდეგ გჭირდება ეს ყველაფერი ჩვენ პასუხი ამაზე არის ორნაირი მეგობრებო პირველი თუ თქვენ ბიზნესმენი ხართ და არ გინდათ რომ web developers ფული გადაუხადოთ არ გჭირდებათ მოუმზადებელ ანუ თქვენ ამ შემთხვევაში ვერ ჩაერთვებით საქმეში მოუმზადებელი ადამიანიც კი მინიმალური ძალების დაძაბვით ამ ყველაფრის გაკეთებას მოახერხებს მაგრამ სოლიდურ ორგანიზაციებში და ბევრი სოლიდური ორგანიზაცია არსებობს თქვენ არ უნდა იფიქროთ რომ აი ახლა ეს ესე იგი ფრონტი გააკეთეთ აქ დიდებულად გამოიყურება არაჩვეულებრივად ყველაფერი ბატონო ჩემო და გავაკეთე ახლა
მომეცით მე ჩემი 2000 ლარი და კარგად ვეყოლეთ. თუ რამე დაგჭირდება კიდე ესე იგი დამირეკეთ და გამოვცვლი მაგალითად დიზაინს გამოვცვლი ბატონო ჩემო და ესე იგი ადვილად გამოვა. ეს ასე არ ხდება. თქვენ სოლიდური ორგანიზაციის მარკეტინგის დეპარტამენტი სიზღს გაგიშოვოთ. მასშტაბებში გავეჭედეთ. აუცილებლად იქნება ზარი და როგორი ზარები იცით? რომ აი ეს ესე იგი ნახეთ მაუსი რომ მიმაქვს აგერ გამოიყოს რა ეს მენიუ ხო შეეცვალოს ფერი დინამიური რაღაც აი პატარა ანიმაცია გამიკეთე ის ხალხი დიდ ორგანიზაციებში მარკეტინგი ეს არის რაღაცა პატარ-პატარა ისეთი მაგრამ მარკეტინგულად ძალიან მნიშვნელოვანი ამბები და თქვენ ესე იგი მიუხედავად იმისა რომ დიზაინის კასტომიზაციის საშუალება კასტომიზაცია ანუ მორგების საშუალება გააქვთ კოდის შექმნის გარეშე ამის მიუხედავად ყველაფრის გაკეთებას მაინც ვერ მოახერხებთ ვერანაირად. ხო? ვერ მოახერხებთ. აი თქვათ, გადავიდეთ ახლა თემებზე, აი დიზაინებზე, ეს არის ჩვენი დიზაინი, აქ არის ღილაკი კასტომაიზ. აღნიშნული ღილაკის გამოყენებით რაღაცეების შეცვლას მოახერხებთ. ბევრი რამის შეცვლას მოახერხებთ პრინციპში, ხო? აქ არის ასეთი მენიუ, აქ ფერები დაუშვათ, ხო? ესე იგი background-ის ფერი, ну არ იყოს ნაცრისფერი, თქვა გინდათ რომ რაღაცა ეს ნახეთ იცვლება ყველაფერი. აი ეს მინიმალური რამეები აქ არის. ხო? თვითონ წარწერა, ჩემ my blog შეგიძლიათ შეცვალოთ, დაუშვათ და ამ წარწერის ნაცვლად აქ მიუთითოთ, თქვა site identity-ში შეგიძლიათ მიუთითოთ ჩემი სპორტული მაღაზია. კეთდება ეს ყველაფერი, მაგრამ აი დაგისვათ მარკეტინგის დეპარტამენტმა ამოცანა რომ ანიმაციური ეფექტი მინდა, აი publish გავაკეთოთ, კიდევ უფრო გავახუჭი ახლა მე საიტი მე მგონი, მაგრამ არ აუშავს. ხო, აი ანიმაციური ეფექტი მინდა. ისე რომ სხვა არაფერი შეიცვალოს, თქვენ აქ ვერ ეტყვით რომ მოდი სხვა დიზაინი მოვსინჯოთ რა თუ შეიძლება. მუშაობს ეს ვებგვერდი უკვე კლიენტმა მიაჩვია თვალი ამ დიზაინს და სხვა დიზაინის ნახვა არ უნდა, ხო? და ამ შემთხვევაში მეგობრებო, აი აგერ theme file editor აგერ დავაწყაპუნებ ახლა ამ ღილაკზე და აღნიშნულ ღილაკზე დაწყაპუნების შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდება რომ web development-ის ცოდნა, web design-ის და web development-ის ცოდნა კოდის დონეზე დღესაც ისევე აქტუალურია როგორც ესე იგი ეს იყო 20 და 30 წლის წინ. აგერ ყველაფერი რაზეც ჩვენი სემინარის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ, აბას არის CSS ფაილი აგერ მაგალითად ერთ-ერთი ეს style CSS ფაილი. CSS კოდი, აი იქ რომ მაუსის გადატარებისას გამონათდეს მენიუს პუნქტი, აქ უნდა ჩაანაცვლოთ რაღაცა და აქ კი ცოდნა თუ არ გვაქვს, ბუნებრივია რომ ეს ჩანაცვლება ვერაფრით ვერ განხორციელდება. ამრიგად კონტენტის მართვის სისტემები დიდებულია, როდესაც ჩვენ გვაქვს მოკრძალებული ბიზნეს მიზნები. ჩვენ თუ ისეთ ბიზნესს ვეწევით, ონლაინ ბიზნესს, სადაც ჩვენი მომხმარებელი ახლა მაინც დიდად არ ზრუნავს იმაზე, რომელი ფერი ატკიებს თვალს და რომელი არ ატკიებს, ხო? კაი ხინკლის და კანჭის მენიუები და რაღაცები გვიდევს, ის აღარ იფიქრებს მოშიებული შემოვა და ეგრევე შეუკვეთავს, გასაგებია, ხო? პატარა სახინკლე თუ გვაქვს ან ასეთი რაღაცა. მაგრამ თუ ჩვენი ბიზნესი არის, ესე იგი, მსოფლიო მასშტაბით, მაგალითად ტანსაცმლის ბიზნესი ბატონო ჩემო, სადაც ათასობით კონკურენტი ყავს სოფლიო ბაზარზე და ასე შემდეგ, მაშინ აი აქ თითოეულ ჩანაწერს შეიძლება დიდი მნიშვნელობა გააჩნდეს და თქვენ უნდა გაგაჩნდეთ კომპეტენცია. როგორც backend development-ის, აგერ PHP-ის კოდი აგერ არის გამოსული, აქ ნებისმიერი მცირე ცვლილებამ შეიძლება საიტი ელემენტარულად ჩამოაქციოს, ხო? JavaScript კოდის და ნებისმიერი სხვა რამის. ამიტომ წრეზე ვიტრიალეთ ფაქტიურად ჩვენ ამ სემინარის მსვლელობისას დავიწყეთ მარტივით, ანუ უმცირესი ელემენტებით, შემდეგ დავამტკიცეთ რომ ეს ყველაფერი საჭირო არ არის, მაგრამ ბოლოს მაინც იმას რამდენ მივედით რომ კონცეფციის და მთელი ამ უმცირესი ელემენტების ცოდნა მაინც აუცილებელია იმისთვის რომ წარმატებული web development-ი განვახორციელოთ. ბოლო რამდენიმე ამბავი უცებ რაც ვებგვერდების გამოქვეყნებას ეხება, ეს არის რა თქმა უნდა დომენური სახელები, facebook.com-ი ყველა მიცის, მაგრამ მე მგონი რომ არავინ არ ვიცით რა არის Facebook-ის ეგრეთ წოდებული IP მისამართი, ხო? ამის გარკვევა პრინციპში შეიძლება და დავპინგავთ Facebook-ს უბრალოდ
და 157, 240, 15, 35. ახლა ამას არავინ არ დააკოპირებს და არ ჩააპეისტებს ვებ ბრაუზერში, რომ Facebook-თან წყობა განახორციელოს. ყველას აინტერესებს სახელი facebook.com-ი. და პრინციპში არც არის სავალდებულო, რომ ახლა აი მისამართი Facebook-ის ვებგვერდი გამოვიდეს. უფრო მეტი ალბათობაა, რომ არ გამოვა. მაგრამ ჩვენ სად მიყვავს ახლა ეს საუბარი, რომ ესე იგი, აი ამ სახელს წარმატებული ბიზნესისთვის აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, მეგობრებო. და ის დომენური სახელი, რაც მე აქ მაქვს გამოყენებული, აი ეს სისულელე რაღაცა, great site და სხვა და სხვა, აი ეს ხო? ეს რა თქმა უნდა არასერიოზულია. ამას რომ ნახავს თქვენი მომხმარებელი, წამში გაიქცევა ისე რომ აქ არაფერს არ გააკეთებს. დომენური სახელი შესაძენია და სხვადასხვა ზონებში არსებობს ეს დომენური სახელები. ბევრი სახელი საკმაოდ ძვირია. აი იუსტიციის სახლში რომ მიდიხარ ხანდახან და კაი ნომრისთვის რამდენიმე 1000 ლარი იღებს, ხო? მე არ მქონია მის გამოცდილება, არ შემიძენია ჯერჯერობით, მაგრამ შეიძლება თქვენ გაქვთ. აი ასეთნაირად ზოგიერთი დომენური სახელი შეიძლება აბა ნახეთ როგორი ძვირი ღირდეს მარტო სახელი. ეს რუსთავის ავტობაზრობასავით არის. არკირებულია აქ დომენური სახელები. ბატონო ჩემო და შეგიძლიათ შეიძინოთ. ესე იგი, იმ შემთხვევაში თუ აი by domains შეიძლება გადავიდეთ და ვნახოთ ზოგიერთი ისეთი პოპულარული სოფლიო მასშტაბით ეს დიდი ბიზნესია. პოპულარული სახელები როგორ ძვირიდეს. აი ბევრს წინასწარ აქვს ნაყიდი ეს დარეზერვებული რომ რაღაცა ბიზნეს ელოდება და ასე შემდეგ. აი services AI ეს ალბათ რამდენიმე წლის წინ დაარეზერვა ამ კაცმა და აგერ $15 მილიონ ყიდის. სად იყო ჭკუა თორე ხომ შემეძლო. რა ვიცოდით AI თუ იქნებოდა. რა ვიცოდით AI თუ იქნებოდა. არა და ეს AI ესე იგი რომ დავგუგლოთ artificial intelligence ესე იგი სრულებით არ არის, არამედ ქვეყანა ანგილას დომენური სახელია, ერთ-ერთი ბრიტანული ტერიტორია რაღაცა ყარიბის ზღვაში. ქვეყანა მდიდრდება აი ამ დომენ ყველას უნდა ახლა AI ვებგვერდების გაკეთება და ეს პატარა ქვეყანა მდიდრდება დომენური სახელის გაყიდვით, როგორც ხედავთ. მაგრამ თუ ნორმალური დომენური სახელი შეძენა გნებავთ, სხვადასხვა ზონებია, შეიძლება ქართულ ზონაში იყიდოთ, შეიძლება დარგობრივი სახელები იყიდოთ, შეიძლება ონომასტიკური იყიდოთ, ადრე იყო ანეკდოტების საიტი LRG, მე ეხლა მეგრელი კაცი ვარ და ეს ძალიან სულ არ ვკითხულობდი ანეკდოტებს. მაგრამ ნახე ახლა 2-3 წლის წინ და აღარ არის და ძალიან ბევრი ვინერვიულია. არის დომენები ეროვნულ ანბანზეც, ქართულად უკვე დაახლოებით 10 წელი რაღაც ხელმისაწვდომია, ну მაგალითად აი ასეთი რეგისტრაცია G დაუშვათ, შეგიძლიათ, ხო, აქ სერტიფიკატის ამბავია, მაგრამ არ აუშავს. თუ ესე იგი ის არის, რა ქვია, დააკავებულია ლათინური ასოებით, შეგიძლიათ ქართული ასოებით შეიძინოთ და თუ თქვენი ბიზნესი არ უნდა გაცდეს საქართველოს, რატომაც არა, ძალიან პოპულარულია. 14-ვე ანბანზე ამის შესაძლებლობა, ესე იგი, უკვე არსებობს, ხო? საქართველოში, ესე იგი, რეგისტრატორი დომენური სახელების დღესაც არის კავკასუს ონლაინ, ერთდროს დიდი ინტერნეტ სერვის პროვაიდერი, ახლა ასე ამ ფუნქციამდე დავიდა მისი მუშაობა, რომლის, ესე იგი, ავტორიზებული რეგისტრატორები, აი რამდენიმე აქ არის, ესე იგი, ჩამოთვლილი, აი მათი ლოგოები, Fast Cloud, Greenage, Servg, ProService-G და ასე შემდეგ, ქართული ონლაინ სივრცისთვის ძალიანაც ნაცნობი სახელები გახლავთ. 30 ლარი ღირდა 3-4 წლის წინ, ახლა გაძვირდა და იასონს ალბათ იასონს ძალიან მოეწონება თუ ვეტყვი რომ ის დომენური სახელი, რაც ჩვენს კონფერენციაზე ჩვენ გქონდა გამოყენებული, დღესაც ცოცხალია, ასე ვთქვათ, ჰოსტინგიც ხორციელდება. რა ვიცი, მე ვიხდი 50 ლარს, ახლა ყოველ წელს. კი, აქ მე მგონი რომ თქვენს ხართ იაზონ და იმის მერე ჩემი გადაღებული ფოტოებია სხვათა შორის, მე გადაღებული ფოტოებია. და მე უკან ჩანვარ იმის უკან. ხო, აი ეს არის, ესე იგი, ჩვენი კონფერენციის მონაწილეები შევინარჩუნე, იმიტომ რომ
სახელი ჟღერადია, Cyber Georgia G და შესაბამისად კაცმა არისთვის, როდის და რისთვის შეიძლება გამოგვადგეს მე და ნანას, ამიტომ ესე იგი ვინახავთ ამ სახელს და ესე იგი ვაცოცხლებთ რა თუ შეიძლება ასე ითქვას. პრინციპში სულ ეს არის რის თქმაც მინდოდა დანარჩენი უკვე hosting provider-ებზე თქვით ჩვენ დიდი hosting provider-ები არსებობენ ეს GoDaddy მსოფლიო ლიდერი საქართველოშიც როგორც უკვე გითხარით რამდენიმე კარგი hosting provider-ია რომელთაგან ერთ-ერთში შეიძლება პოტენციურად თქვენი სამსახური ერთ-ერთთან შეიძლება პოტენციურად თქვენი სამსახური იყოს დაკავშირებული. მე ახლა მეგობრებო პრინციპში თან კითხვებს მოვისმენ თან ესე იგი მოვამზადებ ბულს ჩეტში ჩაგიგდებთ თვით შეფასების კვიზის ბმულს და შემდგომ უკვე თქვენთვის მოსახერხებელ დროს ეს ასე ვთქვათ შემოწმება იქნება იმისა თუ როგორ და რამდენად გასაგებად იყო დღევანდელი მასალა მოწოდებული შეავსეთ და შედეგებს შეგიძლიათ დააკვირდეთ და იქამდე კითხვები თუ გვაქვს სიამოვნებით გიპასუხებთ. რა ვიცი, ისე დინამიურად თქვათ მიყავდათ დღევანდელი ისა, ფაქტიურად ვერც აზრობრივად მიყოლაც ცოტა თქვათ მიჭირდა ესეთი ტემპით ხსნით ამ ყველაფერს და თან ვერ შეგაწყვეტინეთ დროც ძალიან ისეთი ბევრი ასე ვთქვათ დავითმეთ დღევანდელ საღამოს და ვერც გაგაწყვეტინე, იმიტომ რომ ისეთი საინტერესო იყო ჩემთვისაც და ვიცი რომ მომავალი თქვათ სპეციალისტებისთვისაც და ყველასთვის საინტერესო იქნება. ამიტომ არ გავბედე ასე ვთქვათ ჩარევა. მადლობა დიდი. მადლობა მინდა გადაგიხადოთ ბატონო დავით თქვენ ძვირფასი დროისთვის ეს თქვენი ეს ვთქვათ სემინარი ძალიან ღირებულია, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საინტერესოც არის და მე ხა აუცილებლად ვცდი როგორც ხა ერთ-ერთი სპეციალისტი ვცდი აი ამ კომერციული ვებგვერდის გაკეთებას ჩემი ძალებით. მე პროგრამირების ენები არ ვიცი. ის გამიკეთებია რაც ზოგადი ვებგვერდი, ჩემი პირადი ასე ვთქვათ სავიზიტო ვებგვერდი მაქვს უფასოდ განაკეთები როგორც შაბლონით, მაგრამ ეხლა ეს ცოტა რთულად მეჩვენებოდა კომერციული მიზნებისთვის და ამას აუცილებლად ეს ძალიან კარგი ტრიგერი იყო თქვენი ლექცია დღევანდელი დღის სხვანაირად ამას არ შევეჭიდებოდი არასოდეს და ალბათ თქვენიც ესე იფიქრებენ და დაფიქრდებიან ზოგადად რომ თუ მარტივი ასე ვთქვათ ვებგვერდი ჭირდებათ ან ბიზნესისთვის ან ზოგადად სხვა მიზნებისთვის აგერ არ არის საჭირო კაცო წლების სწავლა და ბაკალავრიატი და მაგისტრატურა და გავაკეთოთ მარტივად თუ მე პროფესიულად ცდილობენ უფრო სიღრმეში შესვლას ეგეც არ არის პრობლემა მაგის ინსტრუმენტებიც არსებობს სხვადასხვა სცენარებია და ჩვენი მონაწილეები თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას მათი კარიერისთვის რომელი კონკრეტული სცენარი აჯობებს. ბატონო, ზუსტად მოერგო ჩვენი პროექტის იდეას. ფაქტობრივად მე ასე დეტალურად თქვენთვის არ მისაუბრია პროექტის იდეის შესახებ, მაგრამ თქვენ ისე აუღეთ ალღვა ყველაფერს ზუსტად ასე ვთქვათ დატიანში ასე ვთქვათ მოვარტყით ამ ყველაფერს და ურმესი მადლობა გემშვიდობებით. მომავალი შეხვედრის იმედით და სურვილით. დიახ, ბმული ჩეტში არის ჩაგდებული, თუ გადააკოპირებენ ჩვენი მონაწილეები იქ გამოვუათ Teams-ში და თვით შეფასებას გავაზიარებ, Facebook გვერდზეც გავაზიარებ, Mail-ზეც გავუზიარებ ჩვენს ბენეფიციარებს და კითხვებიც თუ იქნება, რა თქმა უნდა, გვერდზეც შეიძლება, Facebook გვერდზეც, აქაც შეიძლება chat-შიც დასვან კითხვები და იაზონ, უღრმესი მადლობა დღევანდელი შეხვედრის ორგანიზებისთვის. მადლობა თქვენ და მე მგონი ეს კიდე საწყისი იქნება კიდე სხვა კარგი რაღაცა იდეების მომავალში. მეგობრებო, მადლობა და დროებით დაგემშვიდობებით. მადლობა თქვენ. იცოცხლე. წარმატებები. მადლობა.